როგორ ახართ? მშვიდობაა თქვენთან? საერთოდ როცა ესეთ კითხვებს დასვამენ ხოლმე, როგორ ახარ, მშვიდობაა თუ არა თქვენთან, ან ჩვენთან? ზედაპირული პასუხი, რა თქმა უნდა, ესეთია, ან კარგად, ან ცუდად, ან არის მშვიდობა, ან არ არის მშვიდობა. მაგრამ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს მეტად უღრმავდება, ჩვენ რომელსაც გარკვეული შეიძლება პატარა გამოცდილება გქონდეს, მე ვერ ვიტყვი სულიერი ცხოვრებისა, მაინდა-მაინც, იმიტომ რომ ადამიანი სულიერად რომც არ ცხოვრობდეს, მაინც მიუხედავად ამისა, ალბათ მიდრეკილია იქითკენ, რომ ხანდახან საკუთარ თავში ჩაიხედოს. ადამიანი, რაც არ უნდა დაკავებული იყოს ყოველდღიურობით, ზედაპირზე ცხოვრებით. ზედაპირზე ცხოვრება, ყოველდღიურობა ისეთი რამეა, რომელიც მთლიანად ჭამს ადამიანურ არსებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადამიანი მაინც მიდრეკილია, რომ პერიოდულად საკუთარ თავში ჩაიხედოს. და როგორც კი ამას ხანდახან მაინც ახერხებს, განსაკუთრებულად როცა რაღაც ექსტრემალური შემთხვევაა მის ცხოვრებაში, იმ წამსვე დაინახავს, რომ ყველაზე მთავარი, რასაც ჩვენ სხვადასხვა ამაღლებული ტერმინები და სიტყვებით გამოვხატავთ, როგორიც არის მაგალითად იგივე მშვიდობა, კარგად ყოფნა, სიცოცხლე, ცხოვრების აზრი, ღირსება, ადამიანობა საერთოდ, სიყვარული, მეგობრობა, სამშობლო, თავისთავად ცხადია, მარადისობა, ღმერთი. აღმოჩნდება, რომ ეკლესია, აღმოჩნდება, რომ ადამიანი ზოგადად, აღმოჩნდება, რომ ყოველივე ამ სიტყვის ცნების მიღმა რაღაც დიდი საიდუმლოება იმალება. თუ ადამიანს ამაზე ერთხელ მაინც არ უფიქრია, ის არასოდეს არ იფიქრებს რაიმე სერიოზულზე და რა თქმა უნდა აქაც არ შევიკრებებოდით ესე არ იყოს. ამიტომ ჩვენ შეიძლება ესე დავსვათ კითხვა, რომ მშვიდობაა თქვენთან და რა არის კაცო მშვიდობა უნდა იკითხოთ. კარგად ხართ, რას ნიშნავს კარგად ყოფნა? ჩემთვის ცოტა ძნელია დღეს თქვენთან საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ ასე ერთმანეთს არ ვიცნობთ და როგორ შეიძლება ყველაზე ძვირფასზე ისაუბრო ადამიანებთან, რომელსაც არ იცნობ. რა თქმა უნდა, აქ მამების ზიან, მოძღვრების ზიან ეს კიდევ უფრო მეტ უხერხულობას ბადებს ჩემში, იმიტომ რომ მე არაფერი არ მაქვს სათქმელი ჩვენი მოძღვრებისათვის, ქრისტეს ღმრთებისათვის. მე მათ როგორც შეიძლება ძმებმა ვისაუბროთ, მოდი ესე ვთქვათ. რაც შეეხება მრევლთან სათქმელი მღვდელს ყოველთვის აქვს. და არა იმიტომ, რომ მღვდელი უფრო ჭკვიანია ვიდრე მრევლი, ინტელექტუალურ განათლებას, ცოდნას გულისხმობ. არა, სხვა რამის გამო. აი მაგალითად, მამების დამეთანხმებიან აქ, როცა ჩვენ საიდუმლო ლოცვებს აღვავლენთ მსახურების დროს და აი პატარა ბავშვი ვინც ეს ამდენი რამე სათქმელი აქვს და სხვადასხვა ვერ გამოხატავს. სულ გონია ხოლმე, ხა პატარა შვილები მყავს და ერთია სულ პატარა 6 თვის ჯელაპარაკი არ იცის და ისე გიყურებს სერიოზულად და ხვდები რომ იმდენი რამის თქმა სურს და სხვათა შორის ისეთის, რომელსაც ჩვენ ისეთი რამე უნახავს და ჩვენ არ გვინახავს. ისეთ რამეს განიცდის, რასაც ჩვენ ვერ განვიცდით, მაგრამ ვერ ამბობს. ისე ალბათ ეგ კარგია რომ ვერ ამბობენ პატარა ბავშვები, იმიტომ რომ სანამ ისინი მიღმიერს ხედავენ ალბათ ჩვენ რომ ეს გვესმოდეს, მაშინ თითოეულ ბავშვს სამკითხავთ გამოვიყენებდით. ესეთები ვართ. ამასაც ჩვენ სათავისოდ მოვირგებდით. შეგნებულად არ ვთქვი წინასწარმეტყველებად მე სამკითხავთ. მოკლედ, საიდუმლო ლოცვებში არის ესეთი სიტყვები რამდენიმე ადგილას, რომ მღვდელი როცა ლოცულობს მრევლზე, რომელიც მის ზურგს უკან დგას, მაგრამ დგას არა პასიურად, არამედ იმისათვის დგას, რომ და ისე უნდა იდგეს, რომ ის ღვთისაკენ მავალ მწირვალ მღვდელს თან მიყვებოდეს.
და ეს სულა გესმით ფიზიკურ სიარულს არ გულისხმობ, ეს არის სულიერი სულა, სულიერი ძიება. მოდი ასე ვთქვათ, ადამიანური არსების ყველაზე მთავარი ნაწილის მიერ ხდება ძიება ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობისა და აი ამ პროცესში ხდება გარკვეული დინამიკა და ამ დროს ამას უნდა გზნობდეს, ხედავდეს მრევლი და მოყვებოდეს. და აი აქ არის ესეთ რამეს ვევედრებით უფალს, საკუთარ ცოდვების მოტივებას ვევედრებით და ვევედრებით მრევლისათვის და ესეთ რამეს ვამბობთ. უფალო დავლოცე შეეწიე მოიხსენე ერი უსწავლელი, ერი უმეცარი არა იმ გაგებით, რომ რაღაცა არ იცის, კიდევ ვიმეორებ, საღვთისმეტყველო თვალსაზრისით, ინტელექტუალურად რაღაცა ნაკლები იცის. მრევლის ზოგიერთი წევრი გაცილებით განათლებულია ხოლმე ჩვენზე სასულიერო პირებზე. თუნდაც საღვთისმეტყველო თვალსაზრისით, ზოგს აქვს ეს საოცარი სწრაფვა, მიდრეკილება, სურვილი, რომ ისწავლოს. აქ სხვა რამეზეა საუბარი. აქ საუბარია იმ გამოცდილებაზე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება საკურთხეველში მიიღოს ადამიანმა. და ისიც არა ყველამ, თქვათ სტიხაროსანი ვერ მიიღებს ამას. მეცაც ვიტყვი, შეიძლება ის გამოცდილება ვერ მიიღოს თანამწირველმაც კი. ამ გამოცდილებას უშუალოდ იღებს მწირველი მღვდელი. მე მახსენდება ესეთი დეკანოზი იყო იოანე, თუ არ ვცდები, ბულგაკოვი გვარად. და ისეთ ძალიან საინტერესო ადამიანია, სხვათა შორის, მათ თქმა უნდა ეს გარდაცვლილია უკვე მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში გარდაიცვალა, თუ არ ვცდები და ესეთ რამეს ამბობს ის, რომ ბავშვი ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, რო არის, მაგრამ თუ სხვას ხელი ეშლება და არ ეს ხელს უშლის, ცოდვა ბავშვიც. მე შეიძლება ისე შეჯავრდას მღვდელი ამაღლებულ ადგილას, ღმერთი შეეწიოს პატარას. ესეთ რამეს ამბობს, რომ ძალიან მწუხვარო უკვე ასაკში იყო, რომ მთელი ცხოვრება მიწევდა მსახურება უმაღლეს იერარქიასთან, ანუ ეპისკოპოსებთან. და თითებზე ჩამოსათვლელი იყო ყოველთვის ის, როცა მე თვითონ მწირავდი. ანუ ყოველთვის თანამწირველი იყო. და რაღაც ისე გულის ტკივილით საუბრობს ამას, იმიტომ რომ მწირველი მღვდელი განსაკუთრებულად ეხება იმ საიდუმლოებას, რასაც ევქარისტია ხქვია. ევქარისტია ეს არის საიდუმლო სერობა, გაგრძელებული საიდუმლო სერობა, როცა სადაც პური და ღვინო ხორცსა და სისხლად გარდაისახება. და ამით იმის თქმა მინდოდეს, მაგალითად იმიტომ მოვიყვანე, რომ აი ის რაც განიცდება მწირველი მღვდლის მიერ, ვერ განიცდება, შეუძლებელია ეს იყოს განცდილი თვით თანამწირველის მიერაც კი. იმ სისავსით, და აღარ ვლაპარაკობ მრევლზე. რატომ? იმიტომ რომ მწირველი მღვდელი უშუალოდ ქრისტეს განასახიერებს. ის თითქოს ქრისტეს ხელები ხდება. და იგივე სიტყვებს ამბობ. საიდუმლო სერობას ქრისტე აღასრულებს, მაგრამ გარეგნულად ეს ხდება მწირველი მღვდლის მიერ. აი ესია. ამიტომ ჩვენ უამრავ საიდუმლოებებს ვეხებით ყველგან, ყოველთვის, ეკლესიაშიც, ისაც ადამიანს ეხება საერთოდ. და არის მთელი რიგი საკითხები, კიდევ ვიმეორებ, რომელსაც ზედაპირულად ვერ ჩაწვდები და ვერ მიხვდები და ვერ გაიაზრებ. მაგრამ აი ეს უცხოობა, რომელიც შეიძლება ჩვენ შორის არსებობდეს, ხელი შემშლელი არის, მაგრამ მე თავს ვინ უგეშებ იმითი, რომ ყველაზე უცხოობა რატო? ჩვენ ხო მისალმებას არ ვაპირებთ ერთმანეთთან მხოლოდ და დამშვიდობებას, არამედ კიდევ ვიმეორებ, მე მაგალითად ესეთი განწყობა მაქვს, რომ ხმამაღლა თუ არ გამომივა ეს სიტყვები, ხმამაღლა რა თქვა, თუ არ იქნება, ვისაუბრო იმაზე, რაც ყველაზე ძვირფასი, ყოველ შემთხვევაში მღვდლისთვის ყველაზე ძვირფასი უნდა იყოს და ქრისტიანისათვის. მე მინდა, რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იყოს. ისეთი ძვირფასი და იმდენად ჩემი და მოდი ასე ვთქვათ, იმდენად ინტიმური, იმით რომ აი ჩემია და სხვას ვერ ჩავახედებ შიგნით. რომ ეს შეიძლება კიდევ ვიმეორებ ძალიან ახლობელთან, მხოლოდ ძალიან ახლობელთან. მაგრამ მეორეს მხრივ უფალი ამბობს, სადაც 2 და 3 ჩემი სახელით იკრიბება, მე იქვარო და ჩვენ ხო ქრისტეს სახელით შევიკრიბეთ. ჩვენ ხო სხვა მიზეზი შეკრების არ გქონია. მხოლოდ ქრისტეს სახელით. და რომ დავინახე ამდენი ადამიანი ქრისტეს სახელით მოსული, რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა ჩემთვის. ამიტომ მოდი ესე ვთქვათ, მე ვისაუბრებ ქრისტეს შესახებ. როგორც ყველაზე ახლობელ ადამიანებთან ისაუბრებს ადამიანი თავის ყველაზე ძვირფასზე.
თემა მე ვიცი რაც არის, ხო, ქრისტიანობა და თანამედროვეობა, მგონი ესე იყო. თვითონ ეს იმდენად ზოგადი საკითხებია, ზოგადი თემაა, რომ რთულიც კია, რომ რაღაცა კონკრეტული გამოიყვანო აქედან, იმიტომ რომ თვითონ ეს ორივე სიტყვა ქრისტიანობაც და თანამედროვეობაც მრავალ სიღრმესეულ საკითხს წარმოშობს კიდე, სულ სიღრმეში ჩავალთ. იმიტომ რომ აი წეგანაც ვთქვი, როგორ გვესმის ესა თუ ის ტერმინი, ესა თუ ის ცნება. როგორ გვესმის ტერმინი ქრისტიანობა, როგორ გვესმის ცნება თანამედროვეობა, რა დგას მათ უკან? მე ესე ვფიქრობ, რაღაცა ჩანაწერები გავაკეთე და ვფიქრობ, რომ გარკვეულად შევეხები თქვათ ამ ყველაფერს და ჩვენ ესეთი რეჟიმი რო გქონდეს, ესეთი რეჟიმი გვაქვს ხოლმე სხვა შეხვედრებზე, ადამიანებს კითხვები უჩნდებათ. რაღაცის დამატება უნდათ, რაღაცა ვერ გაიგეს, რაღაცის შესწორება, კითხვის დასმა და მე კითხვები შეიძლება დაისვას დარბაზიდანაც და შეიძლება წერილობითაც. იმიტომ რომ ბუნებრივია ჩვენ ვერ ამოვწურავთ ერთ შეხვედრაში, თქვათ ყველა იმ პრობლემას, რაც შეიძლება ქრისტიანობას და თანამედროვეობას უკავშირდებოდეს. იმიტომ რომ თანამედროვეობაზე საუბარი იგივეა, რაც საუბარი ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს პრობლემებზე, მიზნებზე, ცხოვრების აზრისზე. მე ხაზი გავსვი ჩვენს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ თანამედროვენი. ხო სწორია? ამიტომ როცა საუბრობ თანამედროვეობა, ესე იგი ჩვენზეა საუბარი. ჩემზე, შენზე. ჩვენ ცხოვრებაზეა საუბარი. პრობლემებზე, მიზნებზე, ცხოვრების აზრისზე, კიდევ ერთხელ გავიმეორე. სანამ ამ საკითხებზე საუბარს დავიწყებ, კიდევ ვიმეორებ, აქ არანაირი მეჭება რაიმე სიღრმე იყოს, ან საღვთისმეტყველო, ან ფილოსოფიური მით უმეტეს, ან ცხოვრებისეული გამოცდილება იყოს ძალიან ღრმა წარმოჩენილი. ძალიან მარტივად, ზედაპირულადაც კი შეიძლება მოგუჩვენოს, იმიტომ რომ ესია, როგორც ხედავთ და მეორეს მხრივ, ჩვენი პრობლემები ზედაპირზე დევს სწორედ, ანახვა უნდა. სანამ მე ამ საკითხებზე ვისაუბრებდი, სანამ ამ საკითხებს შევეხებოდი, ეხლა შობის დღესასწაული მოდის და ჩვენ ვეღარ შევხვდებით, რა თქმა უნდა და მე რა ვიცი და აი შობის დღესასწაულზე მე მინაწინას არ მოგილოცოთ შობის დღესასწაული. მაგრამ ეს მოლოცვა ცოტა უხერხულ მდგომარეობაში მაყენებს. იმიტომ რომ თუ მე თქვენ შობას მოგილოცავთ მთელი ჩემი გულით, თუ მე ეს განვიცადე, რა მოხდა შობისას, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, ყველაზე დიდი განსაცვიფრებელი და სასწაული ის არის, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა და ამის მერე ყველაფერი უკვე რაც მოხდა, ეს არის ამის გაგრძელება. რადგან ეს მოხდა, მერე უკვე ყველაფერი ბუნებრივად განვითარდა. მოდი ესე ვთქვათ, თვით აღდგომაც, ამაღლებაც, ყველაფერი უფრო გაგრძელებაა შობის. რადგან ღმერთი ერთხელ შემოვიდა ჩვენში. მე რომ მთელი ჩემი არსებით გავიაზრო, რას ნიშნავს შობის დღესასწაული. მთელი ჩემი არსებით გავიაზრო, განვიცადო, გავიხარო ამით და მთელი ეს ჩემი განცდები თქვენ გადმოგცეთ ერთ ფრაზაში, ერთ სიტყვაში. დამთავრდა სალაპარაკო, აღარაფერი აღარ იქნება. აქ იქნება პასუხი ქრისტიანობაზე, თანამედროვეობაზე, ჩვენს პრობლემებზე, ცხოვრების საზრისზე. და დამთავრდებოდა ჩვენი შეხვედრა. მაგრამ სამწუხაროდ მე არ შემილია ერთ ფრაზაში ყველაფერი ჩავტიო. იყვნენ ესეთებია, მაგალითად წმინდა იოანე ღვთისმეტყველი, ხო ვიცით, სიცოცხლის ბოლოს უკვე ღრმად მოხუცებული 100 წელს გადასცა, ღრმად მოხუცებული, მხოლოდ ერთ სიტყვას ამბობდა, გიყვარდეთ. და თვითონაც ტირილს იწყებდა. და სხვების მისი მსმენელების ტიროდნენ. ერთი სიტყვა იყო საკმარისი, რომ მათი გულები შეძრულიყო. ესეა. მაგრამ რას ვიზავთ ახლა, როცა ეს არ შეგვიძლია, მაშინ ჩვენ მრავალ სიტყვაობთ, რომ როგორმე აი ამ სიტყვების კორიანტელში რაღაცა განვიცადოთ, რაღაცა გამოვიტანოთ, რაღაცის შესახებ ვისაუბროთ. ადამიანს რომ არ აინტერესებდეს ცხოვრების საზრისი, რომ არ აინტერესებდეს პრობლემას როგორ მოუაროს და როგორ გადაწყვიტოს, რა თქმა უნდა ესეთი ადამიანი არც ღმერთისკენ გაიხედება და არც აქ არ მოვიდოდა. თანამედროვეობას რაც შეეხება, მე ამაზე მიფიქრია გარკვეულწილად და ვერ ხვდები რა განსხვავებაა თანამედროვე ადამიანსა და
იმ ადამიანს შორის, რომლებიც წარსულში ჩვენზე ადრე ცხოვრობდნენ. ვერ ხვდები. სხვადასხვა აი ესეთი კითხვა მექნება დარბაზისადმი, რომ თუ ჩვენი საუბრის პერიოდში თქვენ მეტყვით არსობრივ განსხვავებას, ეხლა თქვა დღეს მანქანა დადის ადამიანი და წარსულში ცხენი და ვირი დადიოდა. ეხლა ეს არსობრივ განსხვავება არ არის, ხო ხვდებით? დღეს რაღაც უნიფორმა აცვია ჯინსების სახით და წარსულში ულამაზესი ფორმა ჩოხა ეცვა და უფრო მდიდარი და უფრო მშვენიერი ესთეთიურად, ხო? წინა საუკუნეების არქიტექტურა გაცილებით უფრო სულიერი იყო და ღრმა იყო ვიდრე დღევანდელი ცივი არქიტექტურა. ამ კუთხით თუ შევხედავთ რაღაც უარესობისკენ თუ ნახავ ტენდენციას. ადრე თუ დღეს თუ მანქანაზე ზის ცუძი ან კარგზე ძველად სულ ერთი იყო, ვირზე იჯდებოდა თუ ცხენზე იჯდებოდა, ის ცოცხალი იყო და იმას მოფერება უნდა და იმასთან მეგობრობა შეიძლებოდა. ანუ არსობრივი განსხვავება მაინც არ არის, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში მე სითბოს ვხედავთ. არსობრივი განსხვავება თანამედროვესა და წარსულში მყოფ ადამიანს შორის მე არსობრივ განსხვავებას ვერ ვპოულობ, იმიტომ რომ აი ეს საკითხები, რაზეც ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ, იგივე ცხოვრებაზე, მიზნებზე, ცხოვრების საზრის გულისხმობ, მოდი ესა. მე ამავე დროს ადამიანის შობა, დაბადება, დასულ ასაკში შესვლა, ავადმყოფობა, სიბერე, გარდაცვალება, ეს ყველაზე მთავარი თემები და საკითხები. უყდავი სული, რომელიც ზედროულია და არანაირი არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, თქვა, რომელ პერიოდში ცხოვრობს, იმიტომ რომ დროის მიღმიერია ჩვენში, მარადიულია ჩვენში. ამ საკითხებს რო შევეხებით, მნიშვნელობა. ამიტომ თანამედროვეობა ეს არის თითიდან გამოწვეული თემა, რომ რა თქმა უნდა გარკვეული ნიუანსური ცვლილებები არსებობს, მაგრამ ეს ყველაფერი ზედაპირზე დევს. საკმარისი ადამიანის სიღრმისაკენ სიღრმეში ჩაახედო, რომ დაამთავრდა ეს პრობლემები მოიხსნება. და სიღრმისეული ხედვა კიდევ უნდა შეეძლოს თავისთავად აბა ადამიანი ქვია და აი სხვა არის მაგალითად როგორცა აი ადამიანის სახე ავიღოთ მაგალითად ესე საოცარია ხო ერთი შუბლი ორი თვალი ცხვირი ყური ბაგეები ლოყები სახე ისეთი რამეა რომ ყოველას თითქოს არა და ორ ერთნაირ სახეს ვერ ნახავ რა საოცრება მაგრამ აი ნახეთ ერთ ადამიანს უყურებს ორი სხვა ადამიანი ერთი არის პლასტიკური ქირურგიის ექიმია და პლასტიკური ქირურგიის სპეციალისტია. და მეორე არის ადამიანი, რომელსაც ეს კონკრეტული ადამიანი აინტერესებს ან უყვარს. ერთნაირად შეხედავს. გარეგნულ მწვერვალებში ალბათ ის პლასტიკური ქირურგი ისეთ ნიუანსებს აღმოაჩენს, რასაც ეს შეყვარებული ადამიანი ამ ადამიანში ვერც კი დაინახავს. მაგრამ ხო იქნება განსხვავება მათ მზერაში. პლასტიკური ქირურგის მზერა, რომელიც საოცარ მწვერვალებსაც კი დაინახავს, იქნება ზედაპირული. და იმ ზედაპირის კანის მიღმა ვეღარ დაინახავს ვერაფერს, როცა ხოლო შეყვარებული ადამიანი, არის ადამიანი, რომელსაც ეს ადამიანი აინტერესებს, ამ ზედაპირის მიღმა ეცდება ჩაწვდეს, მის სულს ჩაწვდეს, სიღრმეში ჩაიხედოს. ანუ სიღრმისეული ხედვა ადამიანს შეუძლია თუ რა თქმა უნდა უარს არ იტყვის ამას. ესე იგი, როგორც კი სიღრმისეულად ჩავიხედებით, თანამედროვეობა და აქედან შექმნილია ესეთი პრობლემები, რომ დღეს ხვადროა და აბა დღეს ქრისტიანობა სადღაც შეგვიძლია და ასე შემდეგ ეს ყველაფერი თითიდან გამოწვეულია. სხვა საკითხია, როცა ადამიანს გლობალურ პრობლემებზე ფიქრში, ცხოვრების საზრისზე ფიქრში უშლის ხელს რა? ტელევიზორი, გართობა, სერიალი, უზნეობის გამრავლება? ამაზე თუ დაფიქრდები, იმ წამს ვემიხვდები, რომ რაღაც საქმე არ არის, კარგად და სწორედ არ ფიქრობ. და პირიქით, კიდევ უფრო გამყარდები შენს პოზიციაში, რომ არსობრივად ადამიანში არაფერი არ შეცვლა და მთავარი ის რაც ღერძი ადამიანური არსების, ეს თავარი კვლავ თავრად დარჩა. მაგრამ ასია თუ ისია ადამიანურ ყოფას გარკვეული საწამლავი აქვს შერეული. სხვათა შორის ესეთი საოცარი წიგნი არსებობს ბიბლიაში, ეს არის ეკლესიასთან. ეს არის სოლომონ მეფის დაწერილი წიგნი. მას რამდენიმე წიგნი აქვს სიბრძნე სოლომონისა, იგავნი და ეკლესიასთან. ეს არის დავით მეფის მეფსალმუნის შვილი იყო სოლომონი. ითვლებოდა ძალიან ბრძენ მეფეთ, რომლის მსგავსი ამ ქვეყნიური ცხოვრება შეიძლება არც არავის არ ქონია. აქ საუბარი აი თუ რაიმეს წარმოვიდგენთ ჩვენ ამ ქვეყნიურ ფუფუნებას, სიამოვნებას, ყველაფერი ქონდა მას. თვითონ ამბობს სწორედ ამ ეკლესიასში, რომ ჩემმა თვალმა რაც დაინახა და რაც მოუნდა, რისი სურვილის გაუჩნდა, ყველაფერი აღვისრულე. ჩემ თავს არაფერზე უარი არ უთხარი. წარმოგიდგენიათ,
ეს ხო აბსურდია ჩვენთვის, ესა ადამიანები აქეთკენ კი მისწრაფიან, მაგრამ რეალურად ესეა, ხო, რომ ჩვენ ეს არა გვაქვს და გგონია, რომ აი თუ ამას მიაღწევ რაღაც იქნება და ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი აღუსრულა საკუთარ თავს და მსგავსი მაგალითები შეიძლება ძალიან ცოტა იყოს, ან საერთოდ არ იყოს. ეს ადამიანი წერს აი ამ ნაწარმოებს ეკლესიასტეს, სადაც დასკვნა საბოლოო ჯამში ორ სიტყვაში რომ თქვათ არის ესეთი, რომ ამ სოფელში მზის ქვეშ არსებული ყოველი საქმე, ამ ქვეყნიური საქმე არის ამაოება. მათ შორის იქ სიბრძნე და სხვათა შორის იქ რწმენასაც ეხება. და ის რწმენა იმ ფორმით, იმ ზედაპირული ფორმით, ანუ ღმერთის არსებობის რო გჯერა, ამასაც ამოება თუ თulis საკუთარ თავს. ყველაფერს აბსოლუტურად. თუმცა საბოლოოდ ამთავრებს იმით, რომ რწმენა უნდა გქონდეს ნამდვილი, ოღონ იქ არ არის დაკონკრეტება როგორი, რანაირი და საბოლოო ჯამში გამოსავალი ამ მდგომარეობიდან არის რწმენა. მე მსგავს თემებს ძალიან ბევრი ადამიანი ეხებოდა. ძალიან ბევრი მწერალი ეხებოდა. მაგალითად, მარკესი საოცარი ნაწარმოები აქვს მას მარტოობის 100 წელიწადი, ვისაც წაკითხული გაქვთ. ეს არის თანამედროვე, უბრალოდ ამ ქვეყნიური არსებობის კოშმარი. გადმოცემული ძალიან ლამაზად პოეტურად. სხვათა შორის მსგავსი რამ არის ოთარ ჭილაძის გზაზე ერთი კაცი მიდიოდა. გავს კიდევაც რაღაცნაირად. პოეტურად შეიძლება უკეთესიც არის, ყოველ შემთხვევაში მარკესიც ქართულად მაქვს წაკითხული და არ ვიცი როგორ იქნებოდა ორიგინალში. ასეა თუ ისეა, აი ამ მწერლებს აქვთ თანამედროვე, უბრალოდ ამ ქვეყნიური ყოფის კოშმარი გადმოცემული, რომ ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა, განსაკუთრებულად მარტოობის 100 წელიწადში მარკესთან ძალიან კარგად ჩანს ეს. ყველაფერი ამოება და ყველაფერი ტორად გადაიქცევა, არაფერი აღარ დარჩება ყველაფრისგან. მაგრამ რა თქმა უნდა მარკესი ორიგინალური აზროვნებით ამ შემთხვევაში არ გამოირჩევა, ეს გონიერი ადამიანია, ხედავს გენიალურად აღწერს პოეტური თვალსაზრისით, ხატრული თვალსაზრისით, მაგრამ ეს სოლომონს ეკლესიასტეში ძალიან კარგად აქვს აღწერილი და სასურველია რომ ეს წიგნი ყველამ წაიკითხოს, ან ცოტა ისე სიღრმისეულად წაიკითხოს. და სოლომონი ამ ნაწარმოებში 5 მიზეზს ასახელებს, რომლებიც წამლავენ ამ სოფლიურ ყოფას. თითოეულ ჩვენთან განის ყოფას. არ შეგვეშინდეს, რომ სოლომონი საცხოვრობდა, აი, შორს იქით, ჩვენთან აღრიცხვამდე 1000 წლეულებით იქით ცხოვრობდა. ამან არ შეგვაშინოს, კიდევ ვიმეორებ, ადამიანი არსობრივად არ განსხვავდება იმ წარსული ადამიანისაგან და თან სოლომონმა მიაღწია ამ ქვეყნიურ ყოფაში ისეთ რამეს, რაც თითოეული მრავალი ჩვენთან განისათვის სანატრელია ხოლმე. თუმცა ასევე ბიბლია გვასწავლის, რომ ვერცხლის მოყვარე და ხარბი ადამიანი ვერასოდეს ვერ გაძღება და ძალაუფლების მოყვარე ადამიანი ვერ გაძღება ვერც ფუფუნებით, ვერც ფულით და ვერც ძალაუფლებით. ვერ გაძღება. ადამიანის სული აღუსებელი, ადამიანის სული უფსკულია, რომელსაც სხვა უფსკული თუ შეავსებს. როგორც ფსალმშია, უფსკული უფსკულს ხადის, ანუ უფსკული უფსკულს მოუწოდებს, ეძახის, ღმერთს მოუწოდებს, პატარა ღმერთი, მადლით ღმერთი ადამიანი. ადამიანს სხვა არაფერი არ ავსებს. ადამიანში ეს პოტენციაში ძევს, რომ ადამიანი უნდა გაივსოს. მაგრამ გაივსოს მხოლოდ ღმერთით, სხვა არაფერი არ ავსებს და ამიტომ არის ადამიანს კიდევ ვიმეორებ, როცა უყვარს აიმე ამ ქვეყნიური, უყვარს. ეხლა რაღაცა წყალი როცა გწყურია გიყვარს, გასაგებია, მაგრამ როცა ზღვარს გადასულად რაიმე უყვარს, ის ადამიანი დეგრადირებას განიცდის, იმიტომ რომ კარგავს თავის ნამდვილ სახეს ღვთისხატისას, იმიტომ რომ უნდა იმ რაღაცით აღივსოს, რომელიც მისი კერპი გახდა. კიდევ ვიმეორებ, ზოგისთვის ფუფუნებაა, ზოგისთვის რაიმე ხორციელი სიამოვნება, კანონიერი თუ უკანონო, ნორმალური თუ არაბუნებრივი ხორციელი სიამოვნება, თქვათ ნარკომანია, თქვათ თამაში. იგივე სერიალებიც თქვენ რა გონიათ, როცა ადამიანი ვეღარ ყველა სერიალს რო უყურებს და უკვე რო საათი ახლოვდება გული რო უცემს, ვერ აივსები ადამიანი ამით. ვერ აივსებ. იმიტომ რომ ადამიანის სულს აქვს მოთხოვნილება კიდევ და კიდევ, უფრო მეტი და უფრო მეტი. მხოლოდ ღმერთი შეიძლება აივსოს. ეს 5 მიზეზი, რომელიც თქვა შეიძლება გამოვიყვანოთ ეკლესიასტეს ამ ნაწარმოებიდან, შემდეგია და მე ჩამოვთვლი. რასაც მე ჩამოვთვლი, შეიძლება სრულად ეს არ მოიცავდეს იმ საწამლავს, რომელიც ჩვენ გვწამლავს. მით უმეტეს აქ არ არის კონკრეტიკა. მაგრამ სამაგიეროდ მეტნაკლებად მოიცავს გლობალურად იმ პრობლემებს, რაც თითოეულ ჩვენთაგანს ეხება. პირველი და რა საოცარია,
ეხლა ეს პირველი რაც არის, პირველი რასაც მე დავასახელებ, არის უაღრესად თანამედროვე. აი თქვენ თვითონ მიხვდებით, უაღრესად თანამედროვეა. იმიტომ რომ თუ ძველად მაგალითად ბერძნებს ყველაზე მეტად ეშინოდათ სიკვდილის, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ფილოსოფია ძალიან განვითარებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჯეროდათ სულის უკრავება, რა თქმა ისე არა შეიძლება როგორც ქრისტიანებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ფიქრობდნენ და ჯეროდათ იქ ჯოჯოხეთი არსებობს, იქ 64 არ არის. ჰადესია და ტარტარია, ტარტაროზია. ეს ბერძნული ტერმინებია. ხდა ესე იგი იქ სიკვდილის იმიტომ ეშინიათ რომ მარადიული სიცოცხლე აღიარებულია, მაგრამ ამბობენ რომ ეს გამორთქვამი არსებობს, ხო იქ ჯობია ვიყო ესე იგი უკანასკნელი მათხოვარი სოცხლებში, ვიდრე მეფე ვიყო გარდაცვლილებში. ანუ სიკვდილის ეშინიათ. მათთვის ეს გაურკვეველი და ცუდი რეალობა, აჩtildeთა სამეფო. შემდეგ შუა საუკუნეებში ჩნდება შიში უშუალოდ სამსჯავროს, განსაკუთრებით აი ევროპულ სამყაროში, ხო, ეს ესე იგი როცა ქრისტიანობა იურიდიული სულით არის ნაკვები. როცა ქრისტიანობა უფრო წარმოაჩენს ღმერთს როგორც მკაცრ მსაჯულს, ვიდრე მოსიყვარულე მამას. კათოლიკურ სამყაროში უფრო შუა საუკუნეებში. და ამიტომ იქ ჩნდება შიში ჯოჯოხეთისა, განსაწმენდელისა. ძალიან ბევრს წერენ, ლაპარაკობენ, ხატავენ, მოსხის განსაწმენდელები ყველას გინახიათ. კატასტროფაა, საშინელებაა, ხო? რაც იქ არის დახატული. მართლმადიდებლობა ამისგან თავისუფალია, მართლმადიდებლობა ნაკლებად საუბრობს მიერ სამყაროს გამოცხადებებზე, იმიტომ რომ ჩვენი გამოცდილების მიღმა და ნაკლებად წარმოაჩენს ღმერთს როგორც მკაცრ მსაჯულს, არამედ წარმოაჩენს ღმერთს როგორც მოსიყვარულე მამას. ეს არის. და ესე იგი ამ დროს ანუ ეშინიათ აი ამ სიმკაცრის და ასე შემდეგ. აქეთ რომ მოვდივარ, თანამედროვე ღვთისმეტყველებით, ფსიქოლოგებით საუბრობენ, რომ თანამედროვე ადამიანს ყველაზე მეტად ეშინია და ყველაზე მეტად გაურბის თანამედროვე ადამიანი მოწყენილობას. ეს არის თანამედროვე ადამიანების შეფასება მოაზროვნეების დანახეთ. მოწყენილობა ერთ-ერთი მთავარი საწამლავია სოლომონ მეფის ეკლესიასტეში. როდის? აქაც ხო ჩანს, რომ არსობრივი განსხვავება ჩვენსა და მათ შორის არ არის. მოწყენილობა, გულის გამაწვრილებელი ერთფეროვნება. არ განგიცდიათ? ყოველდღიურად ისე ადამიანმა რომ ჩამოწეროს თავისი დღის დღიური რომ გააკეთოს ესეთი, ყოველდღიურად ფიზიოლოგიურად რას ჩადის და რას აკეთებს. ეს ფიზიოლოგია გაღვიძება თვალების გახელა, თვალების მოსრესვა, წამოდგომა, კბილების გახეხვა, ესე იგი პირადი ჰიგიენა, ჩაცმა, მერე ჭამა, მერე გაქცევა სამსახურში, სირბილი მხოლოდ იმის გამო, რომ რაღაც სარჩოსაბადებელი იშოვო. მერე მოსვლა დაღლილი, განერულებული, გაღიზიანებული, იქ ოჯახის წევრებს შეიძლება ეჩხუბო საჭმელის ჭამა, რომელიც სანამ შეჭამ თუქშია გონია, რომ აი ახლა შეჭამდა, აღმოჩნდება, რომ კიდე მორიგი ის არის, არაფერ ბედნიერების მომტანი ეს არ არის. ვიღაცა დაგირეკავს სუფრაზე გარბი ხარ და აღმოჩნდება, რომ დათვრები და უარეს დღეში ჩავარდები. მერე დაძინება, მერე ისე გაღვიძება და ასე მუდმივად. ახლა ამას თუ დავუმატებ, რომ ყოველ დღე, ყოველ წამს, ყოველ წუთში რამდენჯერ უნდა ჩაისუნთქო, ამოისუნთქო კიდე. ეს ცალკე პროცესია კიდე. და ამას ყველაფერს ჩამოწერო და ნახო და ბავშვი რომელიც ჯერ არ დაბადებულა, იმას უცნობიერება ქონდეს, ესო წააკითხო, როგორც კი დაიბადება, ესეთ რაღაცები უნდა დაიწყო. და თან ესე იგი ფილტვები წარმარონ უნდა გაშალო და შეკუმშო, რომ იარსებო და რომ კითხავს, რომ ძილის დროსაა, ცოტა კიო რო ეტყო, შეიძლება თქოს არ მინდა დაბადება თავი დამანებელი. ყოველდღიური ეს მოწყენილობა, გულის გამაწვლებელი ერთფეროვნება. ადამიანები ამაზე ხო არ ფიქრობენ? არ ფიქრობენ ადამიანები, პირიქით, აღთკინებით, დაჟინებით, რაც მეტად სიამოვნებას მიიღებენ ამ ერთფეროვნებაში ეს უნდა. მაგრამ ეს ფაქტია. ეს ესე ხდება. ეს გულის გამაწვლებელი ერთფეროვნება, ეს მოწყენილობას ბადებს. მეორე რაც წამლავს ამ სოფლიურ არსებობას და ყოფას. ეხლა მე რასაც ჩამოვთვლი იმას, რაც წამლავს და რასაც რის დავიწყებასაც მუდამ ცდილობს თანამედროვეა. მოდი ასეთ რაღაც თანამედროვეობას ვეხებით, თუმცა მე კიდევ ვიტოვებ იმას, რომ თქვენ ამიხსნით თანამედროვეობა რა არის. ამ ადამიანი ამ ყველაფერს მაქსიმალურად ივიწყებს. ცდილობს ისე იცხოვროს, როგორმე ესენი არ ახსოვდეს. მოწყენილობას და გულის გამაწვლებელი ერთფეროვნებას როგორ გაურბის ვიცით? გართობით.
გართობა, რომელიც ერთ სიტყვაში შეიძლება გავაერთიანოთ. ეს არის ნარკოტიკი. რომელიც ამ სოფლიური ნარკოტიკი, რომელიც სიჭრელით, თავის სიჭრელით ესე იგი ჩვენს ცნობიერებას აჩლუნგებს და აგიპნოზებს. ხომ გინახიათ წმინდა გიორგის ხატი რომ არის მინანქრის, სადაც წმინდა გიორგი კლავს გველეშაპს. ეს ქართული ხატია, ყველას გინახიათ, მის რეპროდუქციები ძალიან ბევრი არსებობს. როგორია გველეშაპი? გაიხსენეთ, ჭრელია. და შემთხვევით არ არის რომ გველეშაპი ჭრელია. ჭრელი იმიტომ არის, რომ ამით ხატწერი გვასწავლის, რომ ეს სოფელია ბოროტება, ბოროტებას ჩაძრული როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, იგი ჭრელია და თავის სიჭრელით ჩვენ ესე იგი ასე გვაძინებს და გვაგიპნოზებს. მეორე, რაც წამლავს ჩვენს ამ ქვეყნიურ ყოფას და რასაც დაჟინებით ვივიწყებთ მაინც. მიუხედავად იმისა, რომ მოწყენილობასთან ერთად ესეც ჩვენს გვერდზეა. და მოწყენილობა მამებმაც იციან, ჩვენ ყველა ქრისტიანებმა მეტნაკლებად თუ წაგვიკითხავს, ვიცით, მოწყენილობა არის ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვა. უმძიმესი ცოდვა. სულიერ ცხოვრებაში ასკეტიკა შესეითვლება. იმიტომ რომ მოწყენილობაში მყოფი ქრისტიანი, მით უმეტეს მოწყენილობაში მყოფი სასულიერო პირი და ბერი ნიშნავს, რომ იმ მომენტში მისი გული ისგან დაცილებული, როგორ შეიძლება იყოს სიცოცხლის წყაროსთან და იყოს მოწყენილი, ეს ხო აბსურდია. როგორ შეიძლება იყოს ქრისტესთან და იყოს მოწყენილი. ესე იგი არ ხარ ქრისტესთან და მოიწყინე. და თვით მონასტრულ ცხოვრებაში ეს სერიოზული პრობლემაა ხოლმე და ეს მონასტრულ ტიპიკონში ძალიან ხშირად არის ხოლმე თქვათ იქ პერიოდულად თქვათ როცა ბერები, მონოზვნები ტრაპეზის ბერებს და მონაზვნებს ეძლევათ საშუალება ცოტა მრავალფეროვანი გახადონ ტრაპეზი. თევზით, თქვათ, რაღაც ტკბილეულით, ცოტა ღვინით და იცით რა ეწოდება, რა სიტყვა ქვია აი ამ გამრავალფეროვნებას ტრაპეზისას? ნუგეშინისცემი. ანუ ნუგეშისცემი. ნუგეში ვის ჭირდება? ვინც მოიწყენს. ანუ ადამიანი იმდენად სუსტია, რომ თვით ბერობაშიც, მონაზვნობაშიც კი ეს პრობლემა სახეზეა ხოლმე და მით უმეტეს ერში. და რომ არა, ეს რომ არ იყოს. ადამიანი ცდილობს, რომ არაცოდვიანი საშუალებებით ცოტათი გული გადააყოლოს, მათ შორის ხელოვნებით, ფილოსოფიით, მეცნიერებით, თქვა, არაცოდვისმიერი საშუალებებით, მაგრამ უბედურება ის არის, რომ არაცოდვიანს არ ჯერდება ადამიანი და ცოდვიანი საშუალებებით იწყებს აი ამ მოწყენილობიდან გაქცევას. მეორე ეს არის არასასიამოვნო სიტყვა ჩვენნაირი ურწმუნოებისათვის სიკვდილი. არასასიამოვნო სიტყვაა, იმიტომ რომ ადამიანში იმდენად ძლიერია მარადისობა ჩადებული, იმდენად ძლიერად არის მარადისობა ადამიანში ჩადებული, იმდენად ძლიერია ჩვენში ის ნაწილი, რომელიც მარადისობას ატარებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან ძალიან კარგად იცის, რომ მალე მოკვდება და მალე შეიძლება იყოს დღეს საღამო, შეიძლება ხვალ საღამო, შეიძლება 1 წლის მერე, შეიძლება 100 წლის მერე, მაგრამ ეს ყველა შემთხვევაში მალეა. იმიტომ რომ თუნდაც 100 წლის მერე ეს რო დადგება ეს დრო და ეს წამი. შენ იმაზე კი არ იფიქრება, აი რამდენი ხანი მიცხოვრია, ეხლა რა მენახულება? არა. ის რომ მოვა, დამთავრდა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მანამდე რამდენი გიცხოვრია. ისე როგორც მაგალითად 100 წლის მოხუც გაუჭრი ხელს და მარილს დააყრიდა, თუ 25 წლის ბიჭს გაუჭრი და მარილს და სულ ერთია, 100 წლის ნაკლებად ეთკინება თუ რა? ანუ ის რაც არ მინდა და რაც ჩემთვის საშიშია, სულ ერთია, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. ტანჯვა. აქედან გამომდინარე, სიკვდილი ყოველთვის მძიმეა ასაკის და მიუხედავად და მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვენთან არის, ჩვენ მასზე არ ვფიქრობთ. რა თქმა უნდა, ეს სწორი არ არის. იმიტომ რომ როცა ის ჩვენი არც ვფიქრობთ, არც ვაკონტროლებთ, არც ჩვენთან ყოფნის საშუალებას ვაძლევთ მენტალურად, არ ვემზადებით, არ გვინდა რომ ის ჩვენი გამოცდილება გახდეს. აი მე ხომ აქ გამოცდილება ცხოვრებაში, რაღაცეების გამოცდილება მაქვს, ხო, რაღაცეების გამოცდილება. ანუ რასაც მე ჩემს ყოველდღიურობაში, ჩემი ცხოვრების მანძილზე რასაც ვეხები, ის ჩემ გამოცდილებად იქცევა. სიკვდილი არ მინდა ჩემ გამოცდილებად იქცეს. მე მას გაურბივარ. იშვიათია მორწმუნეთა შორისაც კი ისეთი, რომელიც მას არ გაურბის. ხოლო ვინც მას არ გაურბის და ვისაც მამებს და მამები დამეთანხმებიან, ალბათ ქონიათ გამოცდილება, როცა ადამიანს ნახავ, რომელიც სასიკვდილო სარეცელზეა
და სიკვდილს არ გაურბის, იცის. ესეთი ადამიანის ხილვა, მასთან საუბარი, ისეთი დიდებულებაა, რომ სულ ყოველთვის ესეთი განცდა არის ხოლმე, რომ წმინდანს ესაუბრები. მადლი მოდის ესეთი ადამიანისაგან. იმიტომ რომ ის როცა უკვე გადაწყდება, აი უკვე სამედიცინო თვალსაზრისით, ყველანაირი თვალსაზრისით, რომ მორჩა ის გამსვლელია და როცა უკვე აქტიურად არის ჩაბმული ამ საქმეში და მთელი სული და გულით ქრისტეს ძიებას იწყებს, იმიტომ რომ ჩვენ ქრისტემ გვასწავლა როგორ მოვკვდეთ. ქრისტემ ყველაფერი გვასწავლა. ქრისტემ გვასწავლა როგორ მოვკვდეთ თავის ცხოვრებით. იგი როცა კვდება ჯვარზე, მისი ერთ-ერთი ბოლო სიტყვები ეს არის: ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევე მე. ანუ რატომ დამტოვე და აი ამ სიტყვებში ჩანს ეს ძალიან ღრმა განმარტება ჭირდება, ახლა ამის განმარტებას მე არ დავიწყებ, მაგრამ მეორე მხრივ ის მე მასწავლის, როგორ ღვთის ძიებით უნდა მოკვდეს, ღვთისაკენ სწრაფით უნდა მოკვდეს ადამიანი. ესე დროს ადამიანი საოცარ თვისებებს ავლენს. და ამ თვისებათა შორის არის სიწმინდე, რომელიც უშუალოდ ღვთაებრივი თვისება და ადამიანს არ აქვს და ადამიანს აქვს მიზიდულობის განცდა, სხვა ადამიანებს საოცრად იზიდავს ესეთი ადამიანი. და ეს არის საოცარი რამ. და სხვა შემთხვევაში, ყველა შემთხვევაში, როცა ადამიანი ამ ფენომენს, სიკვდილის ფენომენს გაურბის, მისთვის ყოველთვის სიკვდილს აქვს ერთი რამ თვისება, რომელიც ჩვენ არ უნდა მივცეთ მას იმის საშუალება, რომ ჩვენზე ამ იარაღით იმოქმედოს. ეს არის მოულოდნელობა. არასოდეს არ უნდა იყოს ჩვენთვის სიკვდილი მოულოდნელი. იმიტომ რომ მოულოდნელი, აი უცნაური სიკვდილი ქვია, ლოცვებშიც ვკითხულობთ, რომ ღმერთო დამიფარე უცნაური სიკვდილისაგან, როცა ადამიანი უცებ გარდაიცვლება რაღაცით, უცებ, რომ არ ელოდება. ეს არის ძალიან ცუდი. შეიძლება იყოს ადამიანი ავადმყოფობით გარდაიცვალოს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მისთვის ეს იყოს მოულოდნელი იმ გაგებით, რომ ცოცხალი თავით არ უნდა. არ შეიძლება ეს. მე მას უნდა გმირულად შევხვდე. გმირულად შევხვდე და ეს ბრძოლა უნდა მოვიგო. მოვიგო, აი როგორც ქრისტემ მასწავლა ის. ეს ადვილი არ არის. ეს ძალიან რთულია. მაგრამ ეს სხვა თემაა და ასე აღარ ჩაუღმავდები ამას, მაგრამ ეს პრობლემა, რომელიც დგას და რომელიც ადამიანს წამლავს, თანამედროვე ადამიანს და ყველა ადამიანს, რომელიც ეს ეკლესიასტეში ეს კარგად არის დაყნებული ეს საკითხი, მასთან გამკლავება შესაძლებელია. ოღონ ცოტა სიღრმისეულად უნდა ჩავიხედოთ. რატოა საშიში სიკვდილი? სიკვდილი საშიში იმიტომ არის, რომ ცხოვრებას მართმევს. რა არის ცხოვრება? სიცოცხლეს მართმევს. რა არის სიცოცხლე? ეს უნდა გააზრებული იქნას. ზოგისთვის და უმრავლესობისათვის სიცოცხლე არის ნარკოტიკი, რომელსაც მუდამ იღებს, რომ დაავიწყდეს თავისი ცხოვრების საზრისი და გარდაცვალება, რომ უნდა გარდაიცვალოს და ცოცხალი ღმერთის წინაშე დადგეს. ანუ ზოგისთვის ცხოვრება ეს არის ნარკოტიკი. ზოგისთვის ვისაც შესაძლებლობა მისთვის ნარკოტიკია. ზოგისთვის ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ არ იცის რა უყოს ამ სიცოცხლეს. მუდამ ტანჯვა, სარჩოსაბადებლის ძიება, პრობლემები, უსამართლობანი, რომელიც მუდამ არის, განსაცდელები, ტკივილები, პრობლემა არის. რა თქმა უნდა, სიცოცხლის და ცხოვრების განმარტება მრავალნაირად შეიძლება და სხვადასხვანაირად, მაგრამ ერთ-ერთი რაც ყველაზე მთავარია, რაც უნდა დავინახოთ, არის მდგომარეობის შემდეგში. ანუ რა არის ცხოვრება? პრობლემები, ნარკოტიკი, გაუაზრებელი ყოფა თუ საიდუმლოება. რა არის საიდუმლოება? რომელსაც მხოლოდ ინტელექტუალურად ვერ ამოხსნი და რომელიც ამოიხსნება მხოლოდ და მხოლოდ შენი პირადი გამოცდილებით უმას სიღრმისეულად ჩახედა. აი თითოეული თქვენთაგანი, ალბათ მეც ასევე თქვენთან ერთად უნდა ვფიქრობდეთ, ჩემთვის ცხოვრება არის თუ არა საიდუმლოება. თუ რაღაც ზედაპირად შევცურე ხა ზღვაში, ზღვაზე ვიმყოფებით და მივდივარ სანამ ესე იგი ნიჩბების ხელები მეყოფა, ხელების ზალა რო ვიცურაო და მე როდემდე ვიცურავებ ამ უზარმაზარ ზღვაში და მე სადღაც მოვკვდები უსაზრო ზღვაში. თუ მე ეს მაკმაყოფილებს, კი ბატონო. მაგრამ თუ საიდუმლოებაა ჩემთვის ცხოვრება და ეს არ არის ზედაპირზე სრიალი, ეგება დავფიქრე შემილია ზემოთ ავიდე, ქვემოთ ჩავყვინთო. რაღაც ესე იგი ეს ბრტყელი ზედაპირი შევცვალო და რაღაც სხვა განზომილება მივცე.
იმიტომ რომ საიდუმლოებაა სიცოცხლე, სინამდვილე ცხოვრება სინამდვილეში. გარდა ამისა, ადამიანები ფიქრობენ იმაზე, რომ როცა ცხოვრობენ ამ ქვეყანაზე და სიკვდილის როცა ეშინიათ, აქვთ ადამიანებს კატეგორია ესეთი, კარგისა და ცუდის ყოფენ ცხოვრებაში. რა არის კარგი და რა არის ცუდი? რა არის კარგი და რა არის ცუდი? თუ მე ვცხოვრობ, როგორც თანამედროვე ადამიანი თქვა, მე უნდა ვიცოდე რა არის კარგი და რა არის ცუდი. თუ ვიცით ჩვენ ეს რა არის კარგი და რა არის ცუდი. სამწუხაროდ მრავალი ადამიანი ამაზე არ ფიქრობს და შესაძლოა თქვა შეიძლება რომ არა რაღაცას უწოდებს კარგს, აი თქვა დალევს კარგი წყალია, არა ეს ცუდი წყალია. მაგრამ სიღრმისეულად თუ ფიქრობს ადამიანი ამ საკითხებზე და შეიძლება რომ ადამიანმა ამ საკითხებზე არ იფიქროს. თუ არ შეიძლება. იმიტომ რომ მე თუ არ გავიგე რა არის კარგი და რა არის ცუდი, როგორ შევძლებ მე იმას რომ ჩემ ცხოვრებას სიღრმისეულად შევხედო და სიკვდილის არ მეშინოდეს და სიკვდილს ბრძოლა მოუგო. ბოლო-ბოლოს სიკვდილზეც მე უნდა ვიფიქრო ეს კარგია თუ ცუდი. და სხვათა შორის ამაზე პასუხი ესე მარტივი არ არის, იმიტომ რომ ერთ-ერთი ადამიანი მაგალითად რომელსაც ქონდა ქრისტესთან ურთიერთობის გამოცდილება, პირდაპირ ამბობს რომ ერთი სული მაქვს, როდის გავალ ამ ქვეყნიდან და მასთან ვიქნები. ეს იყო წმინდა პავლე მოციქული. როცა ბასილ დიდის შეშინებას სურთ სიკვდილით მოკლავთო, თქვა. მადლობას გეტყვით ეუბნები. იმიტომ რომ ვინც მე მიყვარს იმასთან მივდივარ. ნახეთ რა ცოცხალი დამოკიდებულება აქვს ქრისტესთან და უხარიათ ამ შემთხვევაში სიკვდილის. ანუ სიკვდილზეც კი ჩვენ არ ვიცით ის კარგია თუ ცუდი, თუ ზედაპირულად მივხედავ. რა თქმა უნდა სიკვდილი მით უმეტესად როცა ახლობელთან ხდება რომ ეს თავის ტკივილი, განსასწრელი ტრაგედია, ეს გასაგებია, მაგრამ საქმეც იმაში რომ ადამიანი აი ამ ყველაფრის მიღმა კიდე უნდა ხედავდეს. როგორც ცხოვრებაში, ისე სიკვდილში საიდუმლოებას უნდა ხედავდეს. ასე რომ გააჩნია რასთან მიმართებაში ვიტყვით კარგს და ცუდს. აი მაგალითად ცუდი შედარებაა, მაგრამ აი თქვა ძაღლი ავიღოთ და ადამიანი. შეიძლება რომ რაც კარგია ძაღლისათვის, ის კარგი იყოს ადამიანისათვის. აი მაგალითად ძაღლისათვის ნორმალურია და კარგიც არის თუ მას მრავალ ძაღლებთან ექნება ურთიერთობა. თქვა მამალ ძაღლს, დედა ძაღლებთან, მრავალთან. ადამიანისათვის ეს კარგია თუ არა? რა თქმა უნდა ეს ცუდი. განსხვავდება, ხო? ჩვენ შეიძლება გავაგრძელოთ, აი სხვა მიმართება ღმერთთან და სხვა ადამიანთან. ანუ რაც კარგია შეიძლება ადამიანისათვის და ღმერთი, ანუ განსხვავდება, შეიძლება თქვა ღმერთის გადმოსახედიდან ღმერთთან მიმართებაში რაღაცა კარგი იყოს და ის ადამიანისათვის მძიმე იყოს და პირიქი. და კიდევ უფრო მეტსაც ვიტყვი. როცა ადამიანი განხილულია როგორც ბიოლოგიური არსება, მასთან დაკავშირებით კარგი და ცუდი სხვა რამეა, ხოლო თუ ადამიანს განვიხილავთ როგორც ღვთის ხატს, კარგი და ცუდი უკვე სხვა დატვირთვას იძენს. გესმით? ადამიანი როგორც ბიოლოგიური არსება, რომელიც არსებობს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაზე იყოს ბედნიერი და მორჩა, და ადამიანი როგორც ქრისტეს ხატი, რომელსაც აქ დავალებული პირდაპირ გახდეს ღვთის მსგავსი. კარგი და ცუდი განსხვავდება მათთვის. და სხვათა შორის ეს დიდმა ღვთისმეტყველებმა კი არა, უბრალო ადამიანებმაც იცოდნენ. მაგალითად 300 არაგველი გახსოვთ ყველას, ხო? რა არ იცოდნენ? არ იცოდნენ? კწანისის მეუღლემა 5000 კაცი, რომელიც იწყებს ომს და გარანტირებულად იცის, რომ 5000-ვე მოკვდება. გარანტირებულად. არ იცის? რომ როგორ კვდება? როგორც ქრისტეს ხატი რო კვდება, იცის? იცის. და მისთვის ეს კარგია რო კვდება სამშობლოსათვის. 300 არაგველი მით უმეტეს საოცარი ფენომენია, იმიტომ რომ ომი დასრულებულია. ანუ რისთვის უნდა მოკვდე, ხო? მაგრამ ჩადიან და კვდებიან. და ფანატიზმი არ არის აქ. და ფანატიზმი სადაც არის, იქ არ არის სიყვარული და უდიდესი სიყვარული. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ესეც და კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა ამასთან დაკავშირებით, რომ ეცაღან მოწყენილობაზე საუბრობდი და აღარ სიკვდილზეც ვისაუბრეთ და არის საკითხები, რომლებსაც კითხვა უნდა გაეცეს, პასუხი უნდა გაეცეს. ჯერ ერთი უნდა გავიაზროთ, რომ მრავალი ტანჯვა არსებობს ამ სოფელში. ზოგს ხშია, ზოგს წყურია, ზოგს რა განსასწრელია, ასე შემდეგ. ერთ-ერთი ყველაზე საშნელი, სატანჯველი ადამიანისათვის არის უაზრო არსებობა.
თქვენ გამოგიხდიათ ალბათ ხანდახან რომ ქონიათ შემთხვევა რომ აი რამდენიმე საათი გაქვს, რამდენიმე დღე გაქვს და იმ მომენტში არ იცი რა აკეთო და საწაიღო ეს დრო რო არ იცი. გამოგიხდიათ ალბათ და ესეთი სიტყვაც კი არსებობს დრო როგორ მოვკლა აღარ ვიცი. ისევ ეს საშინელებაა ვინცა ჩვენ დროის მოკლის უფლება კაცო ღმერთმა მოგცა იმისათვის რომ მასთან ურთიერთობა ვეძებოთ. ყოველი წამია გამოსაყენებელი, ყოველი წამი. არ აქვს ჩვენ არც ერთი წამის დაკარგვის უფლება, იმიტომ რომ როცა დროს კლავს, სწორედ იმ მომენტში შეიძლება გარდაიცვალო. დოფალი კიდე ამბობს, როგორც გიპოვიო, ესე გაანგჟიო. და გაანგჟის როგორ? ადამიანს, რომელსაც არანაირი ინტერესი არ აქვს, არაფრის. ანუ უაზრო არსებობა არის ტანჯვათა შორის უსაშინლეს, რომელსაც ვერაფერს ვერ უშვებ. გასაგებია ადამიანი თქოს, იმიტომ რომ მე მინდა ბედნიერი ვიყო. და იმ მომენტში მე ბედნიერი არა ვარ და მაშინ კითხვას ვაბრუნებ. კი, მაგრამ ბედნიერება რა არის? რა არის ბედნიერება? იცით, შეცდომა რაშია, რომ ადამიანები ბედნიერებას ეძებენ მომავალში. გაიხსენეთ როგორ ავართ ხოლმე? აი, ხვალე რაღაცა, ზოგი ცოტა სერიოზულში თქვათ, იქ შეყვარებული ყავს, დაქორწინდება, იქ შვილი ეყოლება, იქ და ზოგი უფრო ნაკლებ თქვათ წარმატება რაღაც თქვათ მეცნიერებაში, სპორტში, ან თქვათ სამსახურში, კარი ან სწავლა. ზოგი კიდე უფრო დაბლა ეძებს ბედნიერებას, თქვათ კარგი მანქანა, კარგი მობილური, კარგი ფეხსაცმელი. და მაგრამ შეცდომა არსობრივად ყველგან ერთა იგივეა. ჩვენ ბედნიერებას სადღაც ვეძებ, სადღაც. სად ეძებ ბედნიერებას? და სწორია რომ ბედნიერებას, ნახეთ, ბედნიერებას შენს გარეთ რო ეძებ, აზრობრივად სწორი არ არის, იმიტომ რომ როგორც კი რაღაც წამის ყოფაში ცოტა ხანი მაინც, ნუ რამდენიმე წუთი, რამდენიმე წამი, თავს ბედნიერად იგრძნობ იმ წამსვე, აბა გაიხსენეთ, სად გიხარია ხოლმე? სად გიხარია? გულში. ანუ ბედნიერების გამცდელი გულია. ნებისმიერი სხვა რამ, რაც გარეთ არის, მეორე ხარისხოვანია ხოლმე. და ამიტომაც არის, რომ ცოტა ხანში ის გადაევლის და ის აღარ განიჭობს ბედნიერებას. შეცდომა აზრობრივი, ბედნიერება გარეთ საძიებელი არ არის. ბედნიერება ჩვენ შიგნით საძიებელი რამ არის, ოღონ უნდა ვიცოდეთ. ეს როგორ გავაკეთოთ? მოკლედ, ადამიანები დღეს გლობალურით ნაკლებად ინტერესდებენ, უფრო წვიმანები აინტერესებთ. ესეც ერთ-ერთი მიზეზია მოწყენილობისა და ერთ-ერთი მოაზროვნე ესე ამბობს, რომ ჩვენს წინაშეო, ნუ ის ახსენებს სამი დიდი სპილოაო და მე არ მომწონს ეს სიტყვა და სამი დიდი გიგანტი დავარქვი, არის რაღაც ფენომენალური გიგანტური მოვლენა, რომელიც ჩვენ არსებას გამსჭვალავს, მუდამ და რომლის გარეშე ჩვენ არც ერთი წამი არა ვართ. და რომლის არ დანახვა, იმიტომ რომ ვერ დანახვას ვერ ვიტყვი, როგორ შეიძლება სამი სპილო იდგეს აქ და ვერ დავინახო. სპილოს იმიტომ ახსენებს, იმიტომ რომ სპილო რო დგას, ნუ შეუძლებელი შეიძლება თავი ვერ დაინახო და ბუზიმა სპილოს ან ძაღლიც, მაგრამ სპილო ვერ დაინახო, გამორიცხულია თან სამი. ამიტომ შეუძლებელია ვთქვათ, რომ ვერ დანახვა, არ დანახვა და არ დანახვა ამ სამი სპილოსი, მოდი ასე ვთქვათ, იწვევს იმ პრობლემებს, რაც ჩვენ ვისაუბრებთ და ვსაუბრობთ და ჩამოთვლის ამ სპილოებს. ეს არის ღმერთი, ანუ დიდი ფენომენალური გიგანტური ღმერთი, ანუ სამყაროს ცოცხალი საწყისი. გონიერი და ცოცხალი საწყისი სამყაროს, რომელიც კვალი ჩანს აბსოლუტურად ყველგან. აგერ მით უმეტეს ზღვაზე მაცხოვრებლებისთვის ეს ყოველ საღამოს ჩანს. მე არ ვიცი, რომ შეხედა მზე როგორ ჩადის. ვისაც ცოტა შეერყარ წმენა შევიდეს ხოლმე და საღამოს მზე ნახოს როგორ ჩადის. ეს არის აბსოლუტურად შეუძლებელი, რომ ეს საოცრება, ეს დედამიწა რო ესე ტრიალებს და ესე რო ტრიალებს შენსკენ თითქოს და მზე რო იქით რო რჩება, რა საოცრება ეს. და ეს სილამაზე, ეს ფერები, ეს სიმრგვალე, ეს სიდიადე, როგორი გენიალური ქმნილებაა ეს ყველაფერი. მოკლედ, ღმერთი, რომლის კვალი ჩანს ყველგან, ამაოება, რომელიც ყველგან ეკალივით აგვაქვს შერჭობილი გულში და ვეღარ ამოვისუნთქეთ რა, მოკლედ რა, ეს ყოველდღიური წვიმანები და მესამე სიკვდილი. ანუ ეს სამი რაღაცა, რომელზეც საუბრობთ ეხლა, რომელიც არ უნდა გასვენებდეს, იმიტომ რომ სამი დიდი სპილოა გეუბნება და ვერ ხედავთ. აი, როგორც კი ამას ვერ ხედავთ. იმ წამს უჩნდება პრობლემები და როგორც კი ამას დაინახავ. და ამ სამს არა მარტო დაინახავ, დააკვირდები, ღმერთის კვალი დავინახე? აბა როგორ არის? აბა როგორ? და უცებ გაგინათება, ღმერთი არის. ღმერთი არისო? ღმერთი არის და ისევ ესე ვიცხოვრო, როგორ ცხოვრობდი? როგორ ცხოვრობდი, ისევ ვიცხოვრო? ხო ვიცოდი, რომ ღმერთი არისო, ან არ მიფიქრი ამ. უცებ მთელი არსებით შევიგზავნა, რომ ის არის და ის ცოცხალია. და
ათლის ახალი წერტილი არ უნდა დაიწყოს? ქრისტეს ხო ესე გვასწავლის, ვინც მეორედ არ იშობაო, ის არ შევაო, ვერ შევაო სასუფეველში. არ დავიწყო მე ცხოვრება როგორც ახალმა ადამიანმა? აღარ ვლაპარაკობ ქრისტეზე, ებას ალკე ვიტყვი. იმიტომ რომ მე არა მარტო ის დავინახე რომ ღმერთი არის, არამედ მე ისიც დავინახე რომ შორს კი არ არის, ჩემთან მოვიდა. ჩვენთან კი არა, აი ჩვენთან. ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის, საშინელი სიტყვებია ეს. იმიტომ რომ ეს ჩვენში ბადებს გულგრილობს. უნდა თქვათ ესე, ქრისტე ჯვარს ეცვა ჩემთვის. ჩემთვის. და ეს ისეთ რას ნიშნავს? ჩვენთვის და მე გავძრობი სადღაც და წავალ და აი თქვენთვის. ჩემთვის ვერსად ვერ დავიმალებ. პასუხისგებლობას ვერ გავექცევი. მას ლურსმას უყრი და ხელში და ფეხში ვის ჩემთვის ტკიოდა და მე ისევ გავაგრძელო, ვერ დაემალები ამ რეალობას. და როგორც კი ადამიანი აი ამ სამდიდ რეალობაზე, ღმერთზე, ამაოებაზე, და ეს სიკვდილზე, როგორც კი და წულმანებით არ გავერთობით და ამაზე ვიფიქრებთ, იმ წამსვე დავიწყებთ სიმართლის, ანუ ჭეშმარიტების ძიებას. აი, ოდესღაც გახსოვთ, სახარებავისაც წაკითხული გაქვთ. პილატე, როცა ქრისტე იტყვის, რომ მე ჭეშმარიტება უნდა დავამოწმო, პილატე დასვავს ამ კითხვას. ქრისტეს ეკითხება, თითქოს ესე ჩანს. კი, მაგრამ რა არისო ჭეშმარიტება? ეს გოროზი რომაელია ეხლა, ფილოსოფიურად განათლებული ადამიანია. ალბათ ნეოპლატონიკოსების წაკითხულია, სტოიკოსების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პლატონიც იცის და არისტოტელეც და სენეკაც იცის ალბათ და იმიტომ რომ ის პერიოდი. ხო, ეხლა ესე უნება რა არის ჭეშმარიტება. მაგრამ ამავე დროს ის ხდება რომ ის უბრალო ადამიანი არ ადგას. ერთი შეხედვით ვიღაც უცნაური ადამიანი რომელსაც სასტიკო განაჩენი უნდა გამოუტანოს ან არ გამოუტანოს, თითქოს მის ხელში, მაგრამ მეორეს მხრივ რაღაც განცდები აქვს ამ ადამიანთან, გაფრთხილება მეუღლისგან, შიშიც, რიდიც. ამავე დროს სინდისია უნება რომ არ შეიძლება ამის მოკლა, იმიტომ რომ ეს უსამართლობა, ანუ აქ ჩვეულებრივად არ ხდება ეს უბრალოდ. მოიცალა მან ამ ადამიანისათვის და მისი სიკვდილი არ უნდა, იმიტომ რომ ხედავს რომ არ შეიძლება ეს უსამართლობა, მინიმუმ უსამართლობა. მაგრამ როგორც კი მათი დიალოგი ქრისტე ნახე როგორ ზრუნავს მასზე. ქრისტეს შეიძლება არაფერი არ ეთქვა. საერთოდ აზრი რა ქონა, მაგრამ ქრისტე არა, ესე არ იქცევა. ქრისტე ზრუნავს და უხსნის. მე იმიტომ მოვედი, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო, ანუ გაჩვენოთ რა არის ჭეშმარიტება. ამას ეუბნება. და მან იცის რომ ის წინჩვეულებრივი ადამიანი არ ადგას, რაღაც განსაკუთრებული ამაში და ამიტომ არის ამხედრებული მთელი ეს ფარისეულების მთელი დასი და ეგ ბუნებრივი რეაქცია რა იქნებოდა პილატესი, რომ ვარა საინტერესოა, მით უმეტეს ფილოსოფიურად განათლებული ადამიანი იქნებოდა, ხო შეუძლებელია სხვანაირად რომაელი რომის მოქალაქე და ესეთი მაღალი წრის წარმომადგენელი. გავიდოდით, გავისაუბრებდით, მით უმეტეს ცოლი აფრთხილებს, რომ მე სიზმრული ჩვენება მქონდა ამ ადამიანისათვის და ფრთხილად იყავი. მით უმეტეს ეს იცი რომ რაღაც მის მეფობაზია საუბარი და რა მეფობაზია საუბარი, ხო? წადი და ესაუბრე. საოცარია პილატეს რეაქცია. რა არის ჭეშმარიტება? იკითხა პილატემ და პასუხს არ დაელოდა და გავიდა გარეთ. ნახეთ, გულგრილი დამოკიდებულება. მაგრამ მეცით რა შეასაქმე? აი, შეიძლება პატარა განსხვავება ვიპოვო. ეს მაინც პირობითია, ალბათ მაშინაც იყვნენ ისეთებიც, ეხლაც არიან ასეთებიც, მაგრამ მაინც, მოდი ესე ვთქვათ, პატარა ნიუანსი თანამედროვესა და მაშინდელს შორის. პილატე მართალია გულგრილად, მაგრამ კითხვას მაინც სვავს, რა არის ჭეშმარიტება? ანუ რა არის, სად არის, როგორია? თუმცა პასუხი მაინც არ აინტერესებს გულგრილობის გამო, მაგრამ ის კი მაინც იცის, რომ სადღაც რაღაცა ჭეშმარიტება ალბათ არის. თანამედროვე ადამიანი იმით განსხვავდება, რომ უტიფრად და ამაყად აცხადებს, რომ მე ჩემი ჭეშმარიტება მაგას, მე ჩემი სიმართლე. არ არის ნაცნობი თქვენთვის? მე არ ვიცი, მე ჩემი პრინციპები, ჩემი ჭეშმარიტება, ჩემი სიმართლე, ჩემი. სადღაც კი არა მაქვს საძიებელი, მე ვარ ეს, მე ვარ. ანუ ეს პრობლემა არსებობს, ანუ ამ კუთხით თუ შევხედავ, ცოტა რთული მდგომარეობა რა თქმა უნდა გვაქვს. ესეა ფაქტია. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ჩვენს გარშემოა და რომელიც ესე გვამძიმებს, ეს არის დროის პრობლემა. დრო, რომელსაც ვერ წაიღებ, ვერ გააქრობ, ვერ შეამცირებ, ვერ გაზდი, ხან უსასრულოდ იწევება,
ხან არ ყოფნის. ისე კაცმა რო თქვას, თუ დროს კარგად დაუფიქრდებით, ჩვენ იმ წამსვე მივხვდებით, რომ ჩვენ არა ვართ ამ ქვეყნის მოქალაქენი. თუ დროს კარგად დაუფიქრდებით, მივხვდებით, რომ ჩვენში არის რაღაც ისეთი, რაც ზედროულია, იმიტომ რომ არასოდეს ეხლა მე არ მიფიქრი ამაზე, სიმართლე გითხრა, სიღრმისეულად, შეიძლება ეხლა უფრო თქვენთან ერთად ვფიქრობ ამაზე. მე ესე მგონია, რომ დრო და ადამიანი არასოდეს არ არიან ერთმანეთთან უნისონში. დროა ყოველთვის ან ბევრია, ან ნაკლები, შენ რაც გჭირდება იმაზე. ესე არ არის ხოლმე? ან არ ყოფნის, ან ესე იგი საწაიღო არ იცი. ეს სინქრონში არ ხდება. ეს ერთ-ერთი პრობლემაა, მაგრამ ამოდოს ეს პრობლემა წარმოაჩენს, რომ ეხლა მაგალითად შედარება რო გავაკეთოთ, აი ძაღლი ავიღოთ, ან მაიმუნი, ან თქვათ ბუზი. რომელიმე მათგანზე ჩვენ ვიტყვით, ან ძაღლს, ან თქვათ ბუს, თქვათ ან მაიმუნს, ან ნიანგს დრო არ ყოფნის, ან დრო მეტი აქვს. ხო ვერ ვიტყვით? იმიტომ რომ ეს არის დროში არსებული არსება, რომელიც დროსთან ერთად ჩდება, დროსთან ერთად ყდება, დროში არის მისი ბიოლოგიური, ანუ სრულ იგივე მისი ბიოლოგია და ანუ მისი არსება დროზეა მიწეპებული, როგორც სახაზავზე რომ რაღაცას დააწებებ და მორჩა ამის იქით ვერ წავა, ვერ წამოვა. დროის განზომილებასთან ერთად არის. ადამიანი არ არის. ამავე დროს ადამიანი დროსთან დაკავშირებით ხედავს ესეთ რამეს. სამყარო ხო დროით არსებობს. აი, თანამედროვე მეცნიერები ამბობენ აფეთქების თეორიაო. ეს შეიძლება მივიღოთ, შეიძლება არ მივიღოთ, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ ამ თეორიას დავეყრდნობით ფიზიკაში, ამ კუთხით ის ღვთისმეტყველებასთან თანხმობაშია. დრო არსებობს სამყაროსთან ერთად. სამყაროს გარეშე დრო არ არსებობს. და დროის გარეშე სამყარო არ არსებობს. დრო, მასა და სივრცე ეს არის ის კატეგორიები, ანუ დრო, სივრცე და მატერია, ანუ მასა. ეს არის ის კატეგორიები, რომელიც არის სამყარო, რომელთაც შედგება სამყარო, რომელიც არის სამყარო, უფრო სწორად ეს იქნება. ამიტომ ერთმანეთის გარეშე ისინი არ არსებობენ, მაგრამ არსებობს იქიდან რაც შეიქმნა ეს სამყარო, ეს აფეთქება იყო თუ სხვა რამ. მაგრამ ამავე დროს არსებობს ერთი კიდე ფიზიკის კანონი. მას ქვია ესეთი კანონია, ეს არის ენტროპიის კანონი. ენტროპიის კანონი ნიშნავს რას, რომ ყველაფერი მიდის განადგურებისაკენ, დაშლისკენ, გაციებისაკენ. ფიზიკოსები ესე ამბობენ, სამყარო ცივდება ნელ-ნელა. ცივდება. სამყარო მიდის კლდომისკენ. ეს გაფართოება მიდის, ცივდება. თუმცა ვერ ამბობენ ბოლოს რა იქნება, მაგრამ საბოლოო ჯამში ამბობენ, რაც კი ვარსკვლავები არსებობს სამყაროში, რაც კი გალაქტიკები, ყველაფერი ჩაქრება და ყველაფერი მტრად გადაიქცევა და ყველაფერი დამთავრდება. ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, მე შეიძლება ზოგი ამბობს, ეს ყველაფერი ისევ შეიზიდება ერთმანეთში და კიდე ერთი აფეთქება მოხდება და ისევ გაფართოვდება, ზოგი ამბობს, რომ არაფერი, ყველაფერი დასრულდება და ასე შემდეგ. ყველაფერი ასე თუ ისე, ეს არის სრული განადგურება. ეს არის მატერიალისტების შეფასება სამყაროს. მაგრამ მეორე მხრივ, ეხლა ჩვენ გასაგებია, რომ ადამიანი ქრისტიანი ფიზიკის კანონების ზემოთ უნდა იდგეს, მაგრამ ეს კანონები რო არსებობს და ამ კანონებით ცხოვრობთ, ამ კანონებში ვართ, ჩვენ ხორცით ხო ვეკუთვნით ამას, ეს რა თქმა უნდა მოწყენილობას წარმოშობს. და ერთადერთი რაც აი ამ და ეს ენტროპიის კანონი, რომელიც ფიზიკაში, სამყაროში არის, ეს ყველაფერში. აი სახლს მიატოვებ მაგალითად და სახლში არ იცხოვრებ, 10 წელიწადი მიხვალ და გაუბედურებული დახვდება. თითქოს რა, იქ რა მოხდა ხო, მაგრამ რაღაც გაციებული, დამტვერილი, რაღაც უსიცოცხლო. ესეთი ფილმის გადაიღეს ინტერნეტში არსებობს, სახელწოდება არ მახსოვს, ესე იგი, თქვათ რაღაც 100 წელი თუ 200 თუ 300 წელი, ანუ თქვათ ქალაქი ან სოფელი, თქვათ იქ სახლებია, მანქანებია, ქუჩებია, რაღაცებია და აი თქვათ არავინ არ ცხოვრობს. ანუ ადამიანი მუდმივად არ განაახლებს თავის ქმნილებას. ანუ ის რასაც ადამიანი ქმნის. და გავიდა 10, 20, 50, 100, 200, რა ხდება? ყველაფერი ნადგურდება. ყველაფერი ნადგურდება. ესეც ენტროპიის კანონია, ყველაფერი ნადგურდება. ურთიერთობები ავიღოთ. მათ შორის სიყვარული, რაიმე მოვლენა, რომელიც ბედნიერებას მანიჭებდა და ასე შემდეგ. სიყვარულს მეგულისხმობ ეს აი ყოფით შეყვარებულობანას უფრო სწორედ, ვიდრე ნამდვილ სიყვარული არ მეგულისხმია. როცა თქვათ მეგობარს მეგობარი უყვარს, ცოლს ქმარი უყვარს, დაძმას ერთმანეთი უყვარს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაღაც სამსახური გიყვარს, რაღაც საქმიანობა გიყვარს. ანუ აი ზედაპირს გულისხმობ და არა ნამდვილ სიყვარულს.
ესეც ყველაფერი მინავლებისკენ მიდის, ეს ყველაფერი მოწყენილობას, რელიგიურ ცხოვრებას, ეს როგორ დამავიწყდა? მთავარი, რაც ჩვენ ხა მაგის შევიკრიბეთ. რელიგიური, მე არ მithქვია ქრისტიანობა. ქრისტიანობა სხვა რამეა და რელიგიური ცხოვრება შეიძლება ქონდეს ქრისტიანს, შეიძლება სხვა რელიგიის წარმომადგენელს. მართლმადიდებლობას შეიძლება ქონდეს რელიგიური ცხოვრება, მაგრამ ეს საერთოდ შორს იყოს ქრისტიანობისაგან. ქრისტიანობა სხვა რამეა და რელიგიურობა სხვა. რელიგიურობა მახინჯდება ან ფარისევლობამდე, ან ფანატიზმამდე, ან გულგრილობამდე. გულგრილობა ყველა შემთხვევაში ეს ენტროპია, ანუ სიმახინჯე იწყება. რაღაცა ნადგურდება, მთავარი ნადგურდება. ეს ყველაფერი მოწყენილობას და რაღაც სასწარკვეთილებასაც კი ბადებს, როცა ჩვენ ამას ვხედავთ. ერთადერთი, რაც ამას შველის, ეს არის ნამდვილი სიყვარული. და სხვათა შორის ერთადერთი, რაც ჩვენ აი ყოველდღიურობას, გულის გამაწვლებელ ერთფეროვნებას ალამაზებს და ამშვენიერებს, ეს არის სიყვარული. იმიტომ რომ სიყვარულია ერთადერთი ამ სამყაროში, რომელიც მიღმიერი სამყაროდან შემოსულია და რომელსაც ენტროპიის კანონი, ანუ განადგურების, გაცივების კანონი ვერ მოქმედებს თუ ის ნამდვილი სიყვარულია. ის ყოველთვის მზარდია, განვითარებადია. იმიტომ რომ ის არის ღმერთისგან მომავალი უშუალოდ. ღმერთის ენერგია. ის სამოთხის დასაწყისია და დედამიწაზე და სამოთხე მარადიული. რა ვთქვი მე, ესე იგი, სიყვარული ღმერთთან მომდინარეო. ესეთ რას ნიშნავს? ადამიანებს შორის სიყვარული უპირველეს ყოვლისა. ეს არის არა ამ ადამიანებში არსებული სუბიექტური განცდა, ესეც არის რა თქმა უნდა. მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს არის ამ ადამიანებს გარეთ არსებული ცოცხალი არსება. თქვა ბიჭს გოგო უყვარს, ქორწინდებიან, ოჯახს ქმნიან. სიყვარული, რომელიც დავუშვათ ნამდვილი სიყვარული აქვს. მაშინ მათ გაიაზრონ უნდა, რომ თუ მართლა ნამდვილი სიყვარული აქვს, ეს ნამდვილი სიყვარული უპირველეს ყოვლისა კიდევ ვიმეორებ, არის არა ის სუბიექტური განცდა, რაც მათშია. ეს არის, აბა ამის გარშემო როგორ იქნება, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს კი არის წყარო ნამდვილი სიყვარულისა. არამედ მათი, ანუ ამ სიყვარულის წყარო, ამ ნამდვილი სიყვარულის წყარო არის მათ გარეთ. პირობითად გარეთ ვამბობ, რომ ღმერთი გარეთ, შიგნით ყველგან არის. მათ გარეთ ეს არის ცოცხალი ღმერთი. ამიტომაც ამბობს ხშირად მიყვარს ხოლმე ამ პოეტის ნათქვამი ელიოტის თუ არ ვცდები, თომას ელიოტის, რომ სიყვარული კი არ არის, როცა ორი ერთმანეთს უყურებს, არამედ სიყვარული არის იქ, როცა ორი მესამეს, ანუ ღმერთს უყურებს. ქრისტიანულადაც ესეა. ორი ადამიანი, როცა აი წრე და ცენტრში ღმერთია და ადამიანები, თქვა წრე ხაზის რომელიმე წერტილები არიან. ისინი თუ ღმერთისაკენ ისწრაფიან, ერთმანეთსაც უახლოვდებიან. ლაპარაკი არ არის ფიზიკურ სიახლოვეზე, არამედ საუბარია მათ სულიერ სიღრმისეულ დაახლოვებაზე. და რაც უფრო მიდიან ღმერთისკენ, უფრო და უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს სულიერად და ბოლოს ხდება მათი შერწყმა. ანუ ცოლქმრობა თუ არის ერთარსებად ყოფნა, ცოლქმრობა თავის რეალიზებას ახდენს მხოლოდ ქრისტეთი, იმიტომ როცა ცოლი და ქმარი ერთმანეთს უახლოვდება ღმერთისაკენ ისწრაფის, ხდება მათი არა უბრალოდ ფსიქოსომატური დაახლოვება, ანუ ფსიქოლოგიური და ხორციელი ერთობა, რაც არის ცოლქმრობაში, არამედ ამასთან ერთად ხდება ყველაზე მთავარის, მათი არსების ყველაზე სიღრმისეული ნაწილის, სულიერი ერთობა, პიროვნული ერთობა ხდება. ოღონდ ეს შეუძლებელია სწორედ ღმერთის გარეშე, ღმერთისაკენ სწრაფის გარეშე. და აი თუ X სადაც ფსიქოსომატური ერთობა ძველდება, იმიტომ რომ ბერდება, ხო გახდა ერთი 80-ის, მეორე 90-ის, ახლა რა ვქნათ? ერთი საერთოდ მოკვდა, მეორე მოკვდა, რა ვქნათ ახლა? მაგრამ აი ის რაც თავარია, ის არ ყდება თუ მიდის იქითკენ. ამიტომ სიყვარული არ განიცდის ენტროპიის მავნეზე გავლენას და ეს არის ერთადერთი, რაც ადამიანს ამ ქვეყანაში სიცოცხლის ხალის ბადებს. მაგრამ ამისათვის უნდა ვიცოდეთ, რომ სიყვარულს სწავლა ჭირდება და იგი ძალიან ღრმა არის. აი ერთ-ერთი შედარება ესეთია, სიყვარული როგორი ღრმა არის, იცით, აი ესეთი შედარება შეიძლება მოვიყვანოთ, რომ სიყვარული ესეთი ღრმა ფენომენია, როცა ადამიანი ცდილობს აი ამგვარად იყოს, მას შეუძლია ესეთ ადამიანს მახინჯ მუხლუხოში დაინახოს მშვენიერესი პეპელა, გაანჭვრიტოს პეპელა, რომელიც რეალურად არის მასში, მაგრამ ანუ გესმით, ანუ ადამიანი რომელიც უყვარს, უნდა ცდილობდეს რომ მის სიღრმეში ის პეპელა დაინახოს, ის რაც აღდგება, ის რაც ქრისტესია, ის რაც ღმერთისა, ის რაც მარადიულია, ის რაც უმშვენიერესია.
მეოთხე რაც მე გითხარით, სულ ხუთი გითხარით, ხო? ხუთი რაც წამლავს, რომლის არსებობა წამლავს ჩვენს არსებობას, ეს არის მეოთხე, ეს არის ბოროტება. ბოროტება უბრალოდ კი არა, ბოროტება გასაგები რო არის. ბოროტება როგორც ამოუხსნელი ფენომენი. მე არ მეგულება ადამიანი ურწმუნოს და მორწმუნეც, თუმცა ურწმუნოები გვედავებიან ხოლმე ჩვენ ქრისტიანებს, რომ აბა კაცო, თუ ღმერთი არის და რადგან ეს თქვენი ღმერთი ესე რო იციან ხოლმე გულის გამაწვრილება და საშინლად თქვა. აი ეს ბოროტი რო ატوار კლავს იმ ბოროს და იმ ბოროტ ადამიანს ატوار სჯის და ნუ ბოროტებას და ჩვენ მეუბნებით ხოლმე მე მწამსო ჯვარს ვაჩვენებ ხოლმე რომ ჩვენ ქრისტიანებმა არ ვიცით ბოროტების საშინელება და გარკვეულწილად ძლევამოსილებაც ნახეთ ვის ვატარებთ გულზე ჯვარცმული ქრისტე ადამიანად მოსული ღმერთი ბოროტების მიერ მოკვდინებული გულით ვატარებთ ეს არ გვავიწყდება ჩვენ არასოდეს ჩვენ არ გვავიწყდება არასოდეს რომ ბოროტება როგორი ძლიერია და როგორი უსამართლოა და ადვილია ამის ამოხსნა ჩვენ ხო ვიცით ქრისტიანებმა რომ ლოგიკურად ჯვარცმას ბოლომდე ვერ ამოხსნიდა ვერ გაშიფრა ტომები და ტომები დაწერილა კიდევ დაიწერება ბოლომდე ეს და მაინც ვერ იქნება გაცნობი საიდუმლოება იმიტომ რომ ეხმე ყველა საიდუმლოება რაც კი არსებობს ყველაფერს ეხება ჯვარცმა ეხება ღმერთს როგორც საიდუმლოებას ჯვარცმა ეხება ადამიანს როგორც საიდუმლოებას ჯვარცმა ეხება როგორც სიმართლისა და უსამართლობის ბრძოლას როგორც საიდუმლოებას ჯვარცმა ეხება სიკვდილს როგორც საიდუმლოებას ამარადულ სიცოცხლეს როგორც საიდუმლოებას ყველაფერს ეხება და ამდენი საიდუმლოება ერთად და ჩვენ გვინდა რომ ლოგიკურად ამოხსნათ ესე იოლი ხომ არ არის რაც შეეხება ბოროტება მეტნაკლებად ამოხსნადი ხდება, როდესაც მის წყაროს მივაგნებთ. ესე გვასწავლის ეკლესია, რომ ბოროტებას არსი არა აქვს. ეს უკრით ხოლმე, რა არა აქვს არსი კაცო, ესეთი ღონიერია და საშინელია. და მაგალითად მოყვავს ხოლმე სინათლე და სიბნელე. ვინც ფიზიკა ცოტა იცის, სინათლეს აქვს მატერია. ტალღური და კორპუსკულური ბუნება აქვს, ანუ მატერია, სინათლე მატერია. მას აქვს არსი. მატერია სინათლე არის სინათლე. მაგრამ სიბნელეს არსი აქვს, მატერია აქვს სიბნელეს. მატერია სიბნელე არ აქვს. ის უბრალოდ სინათლის მოკლება. მაგრამ ვინ იტყვის რომ სიბნელე არ არსებობს? ნახეთ რა, საოცარი არ არის. ესე იგი სინათლეს აქვს არსი და იგი არსებობს. რა თქმა უნდა, არსებობს, ლოგიკურია მისი არსებობა. ნახეთ, სინათლის არსებობა ლოგიკურია, იმიტომ რომ მას გააჩნია არსი, სუბსტანცია გააჩნია. და ბოროტება არსებობს, მაგრამ სუბსტანცია და არსი არ გააჩნია და ნახეთ როგორი ალოგიკური რაღაცა. ესე იგი, არაფერი არ გააჩნია სუბსტანცია და მაინც არსებობს. რა უცნაურია, ხო? მატერიაში სინათლისა და სიბნელის ესეთი არსებობა, ერთი ლოგიკურად რომ არსებობს და მეორე თითქოს არ უნდა არსებობდეს და მაინც არსებობს. ჩვენთვის ცოტათი გასაგებს ხდის სულიერ სამყაროში სიკეთისა და ბოროტების არსებობას. სიკეთეს აქვს არსი, იგი ღმერთია, აი ბოროტებას არსება არ აქვს, სუბსტანცია არ აქვს და არსებობს. და ხანდახან ძალიან შემაწუხებელი. ქრისტიანობა ხას უსვამს, რატომ არსებობს მატერიაში ეს არის სინათლის მოკლება, ხოლო სულიერ სამყაროში ბოროტების არსებობის მიზეზი ეს არის ღვთაებრივი სინათლის ანუ ღმერთის მოკლება მოდი ეს როგორ შეიძლება ღმერთი მოაკლდეს რაღაცას შეიძლება მაგალითად სამყაროს ღმერთი მოაკლდეს არ შეიძლება რას ნიშნავს სადღაც ღმერთი არ არის რას ნიშნავს ღმერთი ხო ყველგან ყოვლის შემძრა და ყველგან ყოფი არსება ღმერთი ხო სივრცისა და დროით კატეგორიებს არ ემორჩილება ხო გესმის ღმერთზე ვერ ვიტყვი რომ იქ არის და იქ არ არის ღმერთი ყველგან არის მაგრამ ამავე დროს ვერც იმას ვერ ვიტყვი რომ აქ რაღაც ნაწილია და იქ რაღაც ნაწილი ანუ სივრცე და დროს თვითონ ღმერთი შექმნილი აბა რას ნიშნავს რომ ღმერთი სადღაც არ არის და იქ უკვე ბოროტება ჩდება ერთადერთი რამ სადაც შეიძლება ღმერთი არ იყოს არის ის არსება რომელიც ღმერთს გავს ერთი რაღაცით თავისუფლებით ღმერთმა შექმნა ესეთი არსებები და თავისუფლება მიანიჭა რომელიც მას აძლევს საშუალებას ღმერთის საკუთარ არსებაში არ შეუშვას
არ შეუშვას ანგელოზმა და მე ანგელოზებმა მისი მიბაძვი და გახდნენ ეშმაკები და ამას აკეთებს ადამიანი თუ ის იტყვის ღმერთო შენ არ მიდიხარ ან სიტყვით იტყვის ან საქმით თავის ხორობით წარმოაჩენს ამ დროს ადამიანზე ჩვენ ვამბობთ რომ უღმერთო ადამიანი ცოდვილიაო ვამბობთ ცოდვილობა ძალიან სერიოზული განმარტება ჭირდება ეს ძალიან სიღრმისეული საფრთხეთმოწყალო საკითხია მაგრამ ნახეთ რა საოცრება ადამიანი ცუდად იქცევა ეს არ არის ცოდვა ცოდვა არის მისი შინაგანი მდგომარეობა რომელიც ცუდ საქმეში ვლინდება ადამიანი როცა ადამიანზე საუბრობთ როგორც ცოდვილ არსებაზე ანუ ბოროტების მატარებელზე ერთის ხრივ ეს ხო ესე იგი წარმოიდგინე რა შენ ყოფილ ხარ მიზეზი ადამიანო ბოროტებისა რას ქრისტე პირდაპირ ამბობს ადამიანის გულიდან გამოდის ყოველგვარი ბოროტება რაც მე და იგივე მე ფსალმუნებშია ის რაც ბოროტება ხდება ჩვენს გულში ამას ჩვენი ხელები ნივთებენ ანუ ჩვენი ხელები აკეთებენ ამ ბოროტებას და ეს ბოროტება რაც კი სამყაროში არსებობს ყველაფერი ადამიანისგან მოდის თვით ეკოლოგიური კატასტროფების კი ხშირად ცოდვიდან გამომდინარეა ხოლმე გლობალური ცოდვებიდან მაგრამ ეს ამას დავანებოთ ამის სიღრმეში ნუჩავალთ მე ის თქმა მინდა როცა ადამიანი არის ადამიანზე ვამბობთ რომ ის ცოდვილია ეს ნიშნავს იმ ვლანძღავთ მოდი ესე ვთქვათ შენ ყოფილხარო ბოროტების წყარო არამედ მას ჩვენ კომპლიმენტსაც კი უკეთებთ ანუ რატო იმიტომ რომ როცა მე გეტყვი რომ შენ ცოდვილი ხარ და შენ რაღაცას აშავებ მე ხას უსვავ რას ოღონდ სხვა სიტყვებით გეუბნები ადამიანო შენ ხარ თავისუფალი ხარ თორე აბა ძაღს და ღორს ცოდვის ჩადენა საჩეულია გესმით აი ეს საოცარი ფენომენი რომელიც ერთის ხრივ ბოროტების წყაროა პიროვნული არსება რომელიც იტყვის რომ მე ღმერთი არ მინდა და რასაც მინდა ამას ვაკეთებ და ჩადის საშინელებებს და მეორეს ხრივ ეს ფენომენი ცოდვისა რომელიც ადამიანის სიდიადეს წარმოაჩენს ბლეს პასკალს აქვს გენიალურად ეს ნათქვამი ეს ფრანგი მოაზროვნე იყო ფიზიკოსი მათემატიკოსი და ძალიან ღრმადმორწმუნე ადამიანი ესეთ რამეს ამბობს რომ ადამიანი გზნობს თავის უბადრუკობას იმიტომ რომ ცოდვილობას გზნობს ანუ ადამიანი გზნობს თავის უბადრუკობას ხე თავის უბადრუკობას ვერ გზნობს ადამიანი გზნობს თავის უბადრუკობას და მისი სიდიადეც ესაა სწორედ ძალიან მოკლედ და გენიალურად ამბობს ადამიანის სიდიადე სწორედ ის არის რომ მას შეუძლია ცოდვის ჩადენა ამის უნარი აქვს და ადამიანის გენიალურობა სწორედ იმაშია და გმირობა რომ მას შეუძლია და არ ჩაიდენს ცოდვას და ამით ღმერთს ემსგავსება ანუ ადამიანს შეუძლია დაემსგავსოს ღმერთს და შეუძლია დაემსგავსოს ეშმაკს ადამიანს შეუძლია დაემსგავსოს ანგელოს და ადამიანს შეუძლია დაემსგავსოს პირუტყვს შეუძლია და რასაც უნდა იმას აკეთებს ღორს თავისი დიაპაზონი აქვს ზოგი გოჭუნია მეც ჭამს ზოგი ნაკლებს ძაღს თავისი დიაპაზონი აქვს ზოგი უფრო იღრინება ზოგი ნაკლებად ძროხასაც თავის დიაპაზონია ზოგი მეც იწოლება და ზოგი ნაკლებს და ასე შემდეგ მაგრამ ადამიანი ერთადერთი რომელსაც უსასრულო დიაპაზონია მას ვერანაირ ჩარჩოებში ვერ მოაქცე და პლუს თავისუფალი არჩევანის უნარი სადაც უნდა აი ამ დიაპაზონში დადგება ეს საოცრება ადამიანი როცა ბოროტების ახსნა გვინდა კვლავ ადამიანს უბრუნდები აი ადამიანს როგორც თავისუფალ არსებას და ერთ-ერთი მოაზროვნე ძალიან ლამაზად ამბობს ადამიანს ადრის გემებს და გემებზე საუბრობს რომ აი საზოგადოებაშია ხო ადამიანი და ახეთ სხვადასხვანაირად დაყოფს ადამიანის მდგომარეობა სხვადასხვანაირად წარმოაჩენს პირველი შემთხვევა გემები რო ცურავენ ზღვაში ერთ-ერთი მთავარი რაც მათ უნდა გააკეთონ და უნდა გაფრთხილდნენ ეს არის ერთმანეთს არ დაეჯახონ ადამიანებზე გადააქვს ეს ანალოგია და ამბობს ეს არის სოციალური ეთიკა ადამიანთა ცხოვრებაში ერთმანეთს არ დავეჯახოთ ერთმანეთი არ დავაზიანოთ ერთმანეთი არ შევაწუხოთ ერთმანეთის უფლებები არ შევზღუდოთ სოციალური ეთიკა ეს არის ყველაზე გავრცელებული ეთიკა და ყველაზე გავრცელებული განწყობა ადამიანის მეორე გემებმა იმაზე კი არ უნდა იფიქრონ მარტო ერთმანეთს არ დაეჯახონ
არამედ გემებმა იმაზეც უნდა იფიქრონ, რომ არ ჩაიძირონ. ამას უწოდებენ ინდივიდუალურ ეთიკას. და ეს მოაზროვნე ამბობს, რომ ეს ინდივიდუალური ეთიკაო ნაკლებად ახსოვთ ადამიანებს. ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობაში მსახიობები, კარგები ვარ და ნიღებები გვიკეთია და საკუთავთან კაი ოხრები ვართ ხოლმე ხშირად და ეს მაინდა-მაინც არ გვაწუხებს. კაცმა რო თქვას. და მესამე, გემებმა ისიც უნდა გაითვალისწინონ და ისიც უნდა ახსოვდეთ, რომ საით მიცურავენ. ერთმანეთს არ უნდა დაეჯახონ, არ უნდა ჩაიძირონ. და ამავე დროს საით მიცურავენ, ესეც ხომ უნდა ახსოვდეთ. ხო და ეს კიდე არის ქრისტიანობა, ქრისტიანული ეთიკა, რომელიც წინა შემთხვევებთან შედარებით ძალიან ცოტას თუ ახსოვს. და მეხუთე ის რაც წამლავს ამ სოფელს იმის მიხედვით ეკლესიასტეს მიხედვით ეს არის ღმერთი როგორც მიუწვდომელი რეალობა. ღმერთი კი არ წამლავს, ცუდად არ გავიგო. ღმერთი როგორც მიუწვდომელი, ანუ რომელსაც მე ვერ წვდები, ვერ ვიგებ და ხო, მაწუხებს. ეხლა ვიფიქრე. ღმერთი მიუწვდომელი და მაწუხებს. და იცით, მე თქვა წინასწარ ვიტყვი შეიძლება კითხვა მას მოიტანოს, ყველაზე მეტად ქრისტიანს, მოდელს და ასევე ერის ადამიანს, სწორედ ეს უნდა აწუხებდეს, რომ აი მეკითხები, როგორ არის შენი საქმეები და რა ვიცი ისე რა პრობლემა გაქვს, რა არა მაქვს თუ ძმა ხარ პრობლემა გაქვს. რა პრობლემა გაქვს მეკითხები. აი დილიდან დღეს არის უკვე საღამოს 6 საათია, ხო? ხო, 3 საათზე ლოცვაც ხონდა, დავასრულე, თვალე წირვა მაქვს, დილიდან მოყოლებული. მე ლოცვამდე, ლოცვაზეც ვიდექი. ესე იგი წვალობ როგორმე ქრისტესთან ურთიერთობით გული გამithbes, როგორმე ვიპოვო. არაფერი არ გამომივიდა. არ მოწუხებდეს. თავარი ეს არის და არ მოწუხებდეს. თავარია და ხშირად არ მოწუხებს ხოლმე და თუ ეს ესეა ძალიან ცუდია და ამიტომ როცა ვამბობ რომ ღმერთი როგორც მიუწვდომელი რეალობა ერთ-ერთი ყველაზე საწამლავია მეთქი. ეს მართლაც ესეა, მაგრამ ამას ეს უნდა თუ გაწუხებს ეს კიდე კარგია. არიან იგივე მაგალითად სილვან ათონელი, ესე დიდი წმინდა მამა იყო, სილვან ათონელი, მე-20 საუკუნის დასაწყისში გარდაიცვალა. მე ყველას ურჩევ ამ წიგნის წაკითხვას. მისი ცხოვრება და მისი გამონათქვამებია. ეს არის ბავშვი, ასაკით ბავშვი არა, ხო გესმით? სულით ბავშვი. რომელსაც განათლებაც კი არ ქონა, 3 კლასი ქონა დამთავრებული რაღაც რუსულ გუბერნიაში ადრე და მე 1000-ზე წავიდა. რომელიც ბავშვურ ენაზე წერს. იქ რაღაცა გრამატიკული კლასიკური ნორმები დასულიც კი არ არის, რაღაც აი ბავშვი რო იტიკტიკებს, იტიტინებს. ისეთი სიღრმეებია. ღმერთის ძიები. ისე ვერ მიდიხარ მასთან როგორც ეს და ასე შემდეგ, რომ ეს არის საოცრება და ყოველთვის სამაგალითო როგორ ეძებდნენ ქრისტიანები ღმერთთან ურთიერთობას. წმენა ეს არის. ჩვენ გონია რომ წმენა რაღაც სტატიკური ფენომენი, ვირწმუნე რომ არის. ეკლესიასთან ეგრე წამს. მაგრამ ეს წმენა მას ნუგეშს არ აძლევს. იმისათვის რომ წმენა გაცოცხლდეს, ამას მე ვიტყვი ახლის მე. თუმცა რატომაც შეიძლება წმენა რომ გაცოცხლდეს საჭიროა იმედი და აი იობის წიგნს ასახელებენ, ხო იობიც მდიდარია, სოლომონი ისე მდიდარი არა, მაგრამ ძალიან მდიდარია. მაგრამ იობსაც აქვს წმენა, როგორც აქვს ეკლესიასტეს. მაგრამ იობის წმენა გაცოცხლდება. და თვითონ ამბობს, მე ადრე მესმოდა ღმერთის, ანუ ღვთისმსიტყვა ესმოდა, ანუ აქ პირდაპირ წმენაზე კი არ არის საუბარი, არამედ მორწმუნე კაცი იყო და თავის გულით ღმერთისათვის სათნო ცხოვრებას ცდილობდა. ეხლა მე ვჭრეთ ღმერთს. ანუ ღმერთის მხედველი გახდა იობი. ანუ წმენა გაუცოცხლდა და იცით რატო? იმიტომ რომ მას მარტო წმენა კი არ ქონდა, მას ქონდა იმედი. იმედი, ანუ ნდობა, ღმერთის იმედზეა საუბარი, ანუ ნდობა ღმერთის, ღმერთს ენდობოდა, ანუ ღმერთი მისთვის ცოცხალი გახდა. და რატო? ვიცით რატო? საშნელი განსაცდელების მერე მოხდა ეს მის ცხოვრებაში. და შემდეგ ისევ სოლომონის ქებათა ქება, სადაც სიყვარულზეა საუბარი, ანუ იქ სიმბოლური სახეებია, რომელიც წარმოაჩენს ადამიანის სულის სიყვარულს ღმერთისადმი და ღმერთის სიყვარულს ადამიანის სულისადმი. რომელიც არ გაგვირგვინება.
რწმენისა. და პავლე მოციქულის სიტყვები გვახსენდება, სამი უდიდესი სათნოება: რწმენა, იმედი და სიყვარული. და თუ არ არის იმედი, მაშინ რწმენა მკვდარია და მკვდარი რწმენა ვერასოდეს ვერ მიმიყვა სიყვარულთან, ანუ ჩემთვის არასოდეს არ იქნება რწმენა ბედნიერების მომტანი. ამიტომ ჩვენ თუ ვამბობთ, რომ მე მწამს კაცო ღმერთი არის და რელიგიური ცხოვრებითაც ცხოვრობ, მაგრამ მისდამი ნდობა, ანუ ღმერთისადმი ნდობა არ გამაჩნია. და თუ ეს არ არის, მაშინ ჩემში სიყვარული არასოდეს არ იქნება და თუ სიყვარული არ იქნება, მე ვერ მივხვდები ვინ არის ჩემთვის ქრისტე, იმიტომ რომ თუ მე მაშინ როცა მე ქრისტეს მეგობარი ვხდები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ქრისტეს სადმე მეგობრობა მხოლოდ სიყვარულით არის შესაძლებელი, რომელიც კიდევ ვიმეორებ, ისეთი რწმენისგან მოდის, როცა ეს რწმენა გაცოცხლებულია ღმერთისადმი ნდობით, მე გენდობი შენ უფალ. ეს ადვილი არ არის მემბოდადება, ეს ურთულესი რამე. ღმერთი როგორც მიუწვდომელი რეალობა და ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ესეთი საშნელი სიტყვა ასაკოვანმა ადამიანებმა მეტნაკლებად ვიცით, რომელიც იწოდება ათეიზმად. არის ერთი პრობლემა. ძალიან ხშირად ადამიანები თავის ცხოვრების წესით თვით აღსარებელი და მაზიარებელი ქრისტიანებიც კი არიან ათეისტები. რატომ? იმიტომ რომ მათ არ აქვს ცოცხალი კავშირი, მხოლოდ თავშია. გასაგები რომ იყოს, აი მაგალითად გიყვარდეს ადამიანი მხოლოდ თავით. რას ნიშნავს ეს? იცი რომ არსებობს, აი გიყვარდეს ადამიანი თავით, აი მეგობარი, მეუღლე, შვილი, აი რას ნიშნავს თავით გიყვარდეს? სამშობლო, როგორ თავით, ესე იგი, ვიცი რომ არის და ვიცი როგორ მოვიქცე. ისე კარგად ისიც კი ვიცი, როგორ გამოვიყენო ეს სიყვარული და მეგობრობა. ვიცი. თუ ეს სიყვარული ცოტა ქვემოთ გულისკენ არ ჩადის, ხო გესმით? ანუ ეს არ არის ცოცხალი და ამიტომ თუ რელიგიაც ესეთია, ჩემთვის რწმენაც ესეთია, მხოლოდ აქ არის, მაშინ მე ვარ მომხმარებელი ღვთაებრივი მადლისა, რომელიც ეკლესიური საიდუმლოებებით მომეცემა. და ანგარება, სულიერი ანგარებაც არსებობს. ესეთი მოკლემეტრაჟიანი ფილმია გადაღებული ჭიანჭველებზე. 10 წუთიანი ფილმია, სადაც ამ ჭიანჭველების ისტორია, ჭიანჭველებით არის წარმოჩენილი კაცობრიობის ისტორია, დაწყებული პირველყოფილი გამოქვაბულებში რო ცხოვრობენ და ატომურ ომამდე. ეს 10 წუთია ყველაფერი, ბოლოს ატომური ომი იწყება, მთელი დედამიწა ნადგურდება და ამ დაანგრეულ და ამ ნანგრევებში აღმოჩნდება, რომ ვიღაც 1-2 ჭიანჭველა გადარჩენილა, ფaqat ფუსფუსი დაიწყება და მერე ერთი ნანგრევიდან ჭიანჭველა ესე ამოყოფს თათებს და ამოაყოფს თავს და იყურება აქეთ-იქით. და ამ დროს ზეციდან ეშობა ღმერთის ხელი. ღმერთის ხელი, რომელიც იმისთვის ეშობა, რომ გააგებინოს ეს რაქენით და მოვა ამასთან. როგორც დაინახავს ამ ღმერთის ხელს თიც ჩამოშველის, რომელიც ეუბნება, რომ აბა ეხლა აბა ეს რაქენით, ეს რა მოიმოქმედეთ, ამისთვის გარცეს, მოიხედება, უკანა თათებზე დადგება, ჩასჭიდებს წინა თათებს, ხორთუმს ჩაარჭობს ამ თითში და სისხლის წოვას დაუწყებს. და აქ არის წარმოჩენილი რა, რომ ადამიანს ღმერთიც კი ჭირდება იმისათვის, რომ ცხოვრება კარგად მოიწყოს და კარგად ისიამოვნოს. ჩვენ როცა ანგარებით მივდივართ, ჩვენ ძალიან ხშირად ქრისტეს სისხლის და ხორცის მჭამელებად კი არა და მსმელებად კი არა, მწოველებად ვიქცევით ხოლმე. ეს არის ათეიზმის ერთ-ერთი ყველაზე საშნელი ფორმა და ნუ გიკვირთ ესე რომ გეუბნებით, როგორ შეიძლება ადამიანი იყოს რელიგიური, აღსარებელი, მაზიარებელი და თან იყოს ათეისტი. შეიძლება, იმიტომ რომ ათეიზმის მარტო ლენინის და მარქსის სოფხედელობა კი არ არის საჭირო. არამედ იუდას და ფარისევლების სოფხედელობა საკმარისია, რომ ათეისტად გადაიქცა. იუდა ეზიარა, როგორც სწორედ სისხლის მწოველი ეზიარა. და 30 ვერცხლად გაყიდა უფალი. ფარისევლები რელიგიური ადამიანები იყვნენ და დღე-დღე ღმერთზე ლოცულობდნენ და ქრისტე მოკლეს. აბა ქრისტეს მკვლელობაზე და გაყიდვაზე მეტი ათეიზმი რა გაგიდა? ეს არის ხო? მაგრამ არის ერთი პრობლემა, როცა ადამიანი ათეისტია, რელიგიური ათეისტია, არარელიგიური ათეისტია, თუ ასე ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანი არის ათეისტი
მაგრამ არის ერთი პრობლემა. ადამიანს ყველას გვაქვს პრობლემები, ხო სწორია? ათეისტია, მაგრამ ათეიზმიდან გამომდინარე პრობლემები რაც მას აქვს, მის სულში პირველ რიგში, ამას არაფრით არ ეგუება და არ იღებს. არ ეგუება. და მე ძალიან მომეწონა ესეთი ათეისტი იყო სარტრი, ეგზისტენციალისტი იყო, ესეთი ფილოსოფოსი, მას ძალიან საინტერესო იდეები ჰქონდა, აზრები, მაგრამ ურწმუნო იყო და მაგრამ იყო გულწრფელი ურწმუნო და რო წავიკითხე ეს სიტყვები ძალიან აღთოვანდი, ყოჩაღმეთქი მაგარია. ნახეთ რას ამბობს. ღმერთი არ არის, საცოდავი არსება, ღმერთმა უშველოს, ხო? საცოდავი, ღმერთი არ არის. გვახსენდება ფსალმუნების სიტყვები, თქვა უგუნურმა გულსაშინა თვისა არ არისო ღმერთი. ღმერთი არ არის. მაგრამ გულწრფელობა ნახეთ რა დიადი გულწრფელობა, ღმერთი არ არის და ჩვენ კი კეთილი უნდა ვინებოთ და მივიღოთ ყველა შედეგი აქედან გამომდინარე. გულწრფელი და ვაჟკაცი კაცი ნიღაბს არ იკეთებს. არ არის, მაგრამ შედეგი აქ მძიმეა ის ამბობს და კეთილი ვინებოთ და ეს შედეგი მივიღოთ. ისე რომ ადამიანს თან შინაგანად ცოცხალი ურთიერთობა ღმერთთან არ უნდა, ან ესე იგი მშრალი ათეისტია, ეგ ერთი მხარე და თან კიდე შედეგის მიღება არ უნდა, ეს არაფრით არ შეიძლება. აუცილებლად ცუდი შედეგი მოსდევს, ცუდი შედეგი აქვს ათეიზმს. და სხვათა შორის რელიგიურ ათეისტსაც. იმიტომ რომ თუ შენ ქრისტიანობაში ხარ ათეისტი, ქრისტიანობაში, მაზიარებლობაში, აღსარებლობაში ათეისტი ხარ. ეს იცით რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ღმერთმა რაც გააკეთა ყველაზე მთავარი და რა გააკეთა? ბოროტება დაამარცხა. ბოროტება დაამარცხა. ეს დამარცხებული ბოროტება შენთვის კვლავ ცოცხალი იქნება. როცა ვამბობთ ღმერთმა დაამარცხა ბოროტება, ხშირად უკითხავთ რა ბოროტება დაამარცხა, 2000 წელი გავიდა და ნახე რა უბედურება ხდება სამყაროში. ნახავსო, რას ვაჩვენებთ? ჯვარს. ღმერთმა მატერიალური ბოროტება კი არ დაამარცხა. ყველა კილერს ხელი კი არ აუკრა და აბორტმა ხელს კიდე მაშა კი არ გააგდებინა ხელიდან. და ყველა ნარკო ბარონს კიდე ესე იგი შეანანებინა ესას ვაკეთებდიო. არა. ანუ მატერიალურ ბოროტების ალაგმაზე არ არის საუბარი. ადამიანი როგორც ღვთის ხატი უსასრულოდ დაშორებული აღმოჩნდა ღმერთისგან. ახლა ეს ძალიან ღრმა თემაა. ეს უსასრულო დაშორება იყო ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით უსასრულო. არანაირი არის შესაძლებლობა, რომ ადამიანი ღმერთთან მისულიყო და ამით მისი უფსკული ავსებულიყო, იმიტომ რომ სხვა ვერაფერი ბედნიერებას ვერ მოუტას ადამიანს გარდა ღმერთისა. ეს იყო აბსოლუტურად შეუძლებელი. ანუ ადამიანის გულს და ღმერთს შორის უფსკულის შევსება იყო შეუძლებელი. როდესაც ღმერთი ადამიანად მოვიდა, მან თავისი ადამიანური ბუნება ამ უფსკულზე ხიდად გადო. ანუ ღმერთსა და ადამიანს შორის უფსკული გაქრა აღარ არსებობს. ჩვენსა და ღმერთს შორის ურთიერთობა არის უმჭიდროესი. აღარაფერი აღარ არის ჩვენ შორის. აი როცა ვამბობთ რომ ღმერთმა ბოროტება დაამარცხა, იგულისხმება სწორედ ეს, რომ ის ბოროტება, რომელიც მე არ მაძლევდა შესაძლებლობას ღმერთთან ყოფილიყავი და სული გადამერჩინა, ეს ბოროტება აილაგმა, იმიტომ რომ ის ქრისტემში ავსო, ის ციცარიელე, რომელსაც ვერაფერი ვერ გადალახავდა. ხოლო თუ ადამიანი მაზიარებელი, აღსარებელი, არასწორი რელიგიური ცხოვრებით ცხოვრობს, თუ ის თავის გულში მკვდრეთით აღდგარ მაცხოვარს არ ატარებს, მაშინ მისთვის ესეთი თუ ქრისტესთან ცოცხალ ურთიერთობას არ ეძებს და არ აქვს, თუ მისი ცხოვრება არ არის ისეთი, როგორც ქრისტე ამბობს, რომ იყავით ნათელი ამას ოფლისა, რომ თქვენ ნათელს რო ნახავენ ღმერთის დიდებას დაიწყებენ. თუ მისი შინაგანი სამყარო არ არის ისეთი, როგორც ქრისტე ამბობს, რომ თქვენ შუა მუცლიდან, ანუ გულიდან უნდა მადლის წყარო მოედინებოდეს. და შემდეგ სვიმონ ახალი ღვთისმოწყალე ამბობს, რომ თუ ეს მადლის წყარო ადამიანს არ აქვს, ქრისტიანადაც კი არ მოიხსენო, თუ არ არის ეს ქრისტიანი ჯერო. იმიტომ რომ ქრისტიანი ნიშნავს ქრისტეს მოწაფე და მეგობარი რო ხარ. ეს შიგამდგომარეობა ადამიანის და გარეგანი, გარეთ იუდაც კი იყო ქრისტესთან. ანუ თუ ეს მდგომარეობები ადამიანს არ აქვს, მაშინ ესე იგი მისი გული შორს არის ღმერთისაგან და ამიტომ ის რაც ყველაზე მთავარია, ბოროტება, რომელიც დაამარცხა ქრისტემ, შენთვის ჯერ დამარცხებული არა.
და ამიტომ ჩვენ ვღებულობთ კიდევ მეორე ყველა იმ შედეგს, რაც ათეიზმს მოსდევს. ჩვენს იმ ტკივილებს, იმ განსასწრებს და იმ ეშმაკის შებრძოლებას, რომელიც განსაკუთრებით ქრისტიანს ემუქრება, ამას ჩვენ ვერ უძლებთ. და კიდევ ერთი რამ, რაც ათეიზმს უკავშირდება, უბრალოდ აი ღმერთი როგორც მიუწვდომელი რეალობა, ხო, ათეიზმის სხვადასხვა ფორმებით ჩამოვთვალეთ, მე ყველას ხო ვერ მოვიცავთ, ანუ ათეიზმი რელიგიაშიც კი და ის რაც ღმერთს კიდევ ვიმეორებ ჩვენთვის მიუწვდომელ რეალობად ხდის, ათეიზმის გარდა კიდევ არის სხვა მდგომარეობა, სხვა მსოფლმხედველობა, რომელიც შეიძლება ესე მოვიხსენოთ, ჰუმანიზმი. ჰუმანიზმი ხა კაი სიტყვა არის, რა თქმა უნდა, ჰუმანიზმი ბევრ კაი რამესაც გულისხმობს, მაგრამ ჰუმანიზმში როგორც მსოფლმხედველობაში სხვა რამე იგულისხმება და ეს კარგი სულაც არ არის. ეს არის როგორი მდგომარეობა, იცით, რომ ადამიანი კი არ არის ღმერთისგან გამომდინარე და ღმერთში კი არ არის ჩემი ცხოვრების წყარო. და მე კი არ უნდა მივისწრაფოდე მისკენ და მე კი არა ვარ მისი ნაწილი, იმ გაგებით, ნაწილი არა არსობრივი გაგებით, არა იმ გაგებით, რომ სიცოცხლე მისგან მივიღე. არამედ პირიქით სამყაროს ცენტრი ადამიანია. და ღმერთი ყოველთვის პერიფერიაში და მეორე ხარისხოვანია. აი ეს არის ჰუმანიზმი, როცა ცენტრში დგას არა ღმერთი, არამედ ადამიანი. ეს თითქოს ადამიანის სიყვარულით გაკეთდა. ეს გარკვეულად ეს იყო პროტესტი კათოლიციზმის წინააღმდეგ. კათოლიციზმში კიდევ ვიმეორებ იურიდიული სული რო გავატონდა, ადამიანი სოფხედველობრივად დაიჩაგრა სასტიკი მსაჯულისაგან, რომელიც ღმერთი ერქვა. არადა ქრისტე გვასწავლის, რომ ღმერთის სიყვარულთან ერთად მოყვასის სიყვარული არის ის თანაბარი მცდელობა მსგავსი ამისაო, ხო? ამიტომ ადამიანის დაკნინება ქრისტიანობაში არ ხდება. მაგრამ როცა ადამიანობა დააკნინეს არსობრივად ქრისტიანობა ადამიანს არ აკნინებს. უბრალოდ თავისი ადგილი აქვს, ხო მას? ღმერთს თავისი ადგილი აქვს. როდესაც ადამიანის დაკნინება, მისი თავისუფლების, მისი ნებელობის დაკნინება მოხდა ხელოვნურად და დასავლურ ქრისტიანობაში, ამის საწინააღმდეგოდ რეაქცია იყო ჰუმანიზმი ჯერ და მერე ათეიზმი. მაგრამ ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა მართლმადიდებლურ სამყაროში ვარ და ჩვენ არა გვაქვს ეხლა კათოლიკური სულისკვეთება ერთის მხრივ, მაგრამ ათეიზმისა და ჰუმანიზმის მრავალ ფორმებს იღებს ისეც, რომელიც და ჩვენი ქრისტიანობაც ხომ არ არის იმ ხარისხის, რასაც მართლმადიდებლობა პოტენციურად გვთავაზობს. ჩვენი ქრისტიანობაც ხომ გაჯერებულია სხვადასხვა ფარისევლური სულებითა და კანონისადმი ბრმამორჩილებით და იურიდიული სულით და ასე შემდეგ. ამიტომ ეს პრობლემები ჩვენთანაც წარმოაჩენს ხოლმე თავს და ამიტომ ჩვენ ძალიან ხშირად ჰუმანიზმის სხვადასხვა გამოვლინებები გვაქვს, როცა ადამიანს აქვს შეკითხვები, მათ შორის პრეტენზიული შეკითხვებიც კი ღმერთთან, რელიგიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. ეს შეკითხვები შეიძლება ჩვენ დაგვისვან სასულიერო პირებს, ქრისტიანებს შეიძლება დაუსვან. მაგრამ პასუხი ყველაფერზე პასუხი და ყველაფრის მაგალითი ასევე წმინდა წერილია და წმინდა წერილში ეს პასუხი. პრეტენზიული შეკითხვები ჩვენთან და საერთოდ ქრისტესთან ბევრი შეიძლება იყოს და მე აქედან მხოლოდ 3 ჩამოვთვალე, რომელიც სახარებიდან არის ახლა და იმიტომ თორე ეს შეიძლება გავშალოთ. ამის დრო და ჩვენ ახლა უფრო კითხვებს ვსვავთ, თეზისებს ჩამოვწერთ, რომ მე მოგვეცეს საშუალება კიდევ ვიფიქროთ ამ საკითხებზე ხოლმე. პრეტენზიული შეკითხვები, ესეთი მაგალითად, აი ეს ზნეობრივი ტიპის. რა გვეკითხებიან და ქრისტეს ეკითხებიან შეიძლება საერთოდ და ამით ჩვენ გვეკითხებიან. რა დამოკიდებულება უნდა გქონდეს ცუდ ადამიანთან? აი ცუდი ადამიანი, რა დამოკიდებულება გქონდეს? ნუ ხოვიც გაგვიგია. კაცო, აი ღმერთი რატო არ ჯის იმ ბოროტ ადამიანს და ასე როგორაა და ასე შემდეგ. ქრისტიანობის პასუხი არის უნიკალური, საოცრება საერთოდ. ჯერ ერთი გახსოვთ ცოდვილ დედაკაცთან დამოკიდებულება მოიყვანეს, ჩავქოლო თუ არ ჩავქოლოთო, ხო? მოსეჯული ჩაქოლო ეკუთვნისო. ქრისტე რა პასუხს იძლევა? ვინც უცოდველია, პირველი მანესროლოს ქვა. ნუ მაშინ ეყოთ სულგზელება და კეთილგონიერება. ჩვენ არ ვიცით რას ვიზავდით დღეს. აქაც შეიძლება თანამედროვეები ცოტა ცუდად მოვიქცეოდეთ. მაგრამ მარტო ეს მაგალითია. მეზორისა და ფარისევლის იგავი ყველას გვახსოვს. ესე იგი მე განმარტება მაქვს მოცემული და ქრისტეს დამოკიდებულება ვიცით, თორე ცალკე რომ დავახასიათო მეზორე და ცალკე ფარისეველი
მეზორეს კაცად მეზორესთან სუფრაზე და სამშობლოს მოღალატე აბიცი ნაძირალა ფაქტიურად რა რომელიც დამპყრობელი რომელების სასარგებლოდ იღწვის საკუთარი ერის საწინააღმდეგოდ იღწვის და ესე იგი ძარცვავს თავის მოსახელს იმაზე მეც ართმევს რაც გადასახადი ხომ წარია ხო ვიცით რამ წარია დიდი გადასახადები და კიდე უფრო მეც რო გართმევს და რომელებს ემსახურება და იქ ალბათ კერპებსაც ალბათ წირა ყოველ შემთხვევაში თანამდებობა ეკავა და ეხა ესე ვინ გაუშვებდა რომ თუ ყოველ შემთხვევაში ესეც საეჭვოა რომ შეიძლება წარმართობასთანაც ესეთი ლიბერალური დამოკიდებულება ქონა წარმოგიდგენია და ნახეთ ქრისტე ვის მხარეს იჭერს ერთი თქვა რომ შემიწყალეო და ეს გამართლებული გამოვიდოდა ეს ფარისეველი რამდენი სიკეთე მარტო იქ რაც ჩანს სახარებაში რასაც ის სიკეთეს აკეთებს როცა იმ მეზორეს არაფერი არ გაუკეთებია სიკეთე და ამ დროს ნახეთ როგორი დამოკიდებულება აქვს ცუდ ადამიანს ქრისტეს გახსოვთ უძღებიშვილის იგავი უფროსი შვილი არის ნუ აი მამას ეგეთი შვილი უნდა ყავდეს ის მეორე ესე იგი მამის ნახევარი ქონება მეძავებში გაფლანგა წარმოგიდგენია შემარცხვენელი ოჯახისა გვარისა სანათესა ეს ვინ არის როგორი სიყვარულით ექცევა და საერთოდ წარმოგიდგენიათ აი ჩვენერი ფარისეულური სულის ადამიანი რომ ჩვენ ვიცით აი ეს არის კარგი ეს ცუდი ხო ვიცით თუმცა თავიდან ეს კითხვა დავსვით რომ კარგი და ცუდი ძნელი გასარკვევია იმიტომ რომ ჩვენ ადამიანს უყურებთ სხვანაირად ეს მის აი სოციალურ ეთიკას ვაკვირდებით მოდი ესე ვთქვათ და როგორც ღვთისხატს არ ვაკვირდებით ამიტომ ჩვენთვის ძალიან იოლია კარგი და ცუდი განვასხვაოთ იმიტომ რომ სოციალური თვალსაზრისით სოციალური ეთიკის თვალსაზრისით ეს კარგია და ეს ცუდია ცხადზე ცხადი აბა როგორ აი ესეთი ადამიანი რომელიც აი ესე საზღვრავს ადამიანებს ესე ყოფს კარგად და ცუდად რომ ყოფილიყო გოლგოთაზე და რომ ქონოდა ნაცნობობა და მისი წარსული საქმეების ცოდნა იმ ავაზაკისა მარჯვნივყოფი ავაზაკისა რომ საშინელებები ექნებოდა ნაკეთები და სამართლიანად ყდება თვითონ აღიარებს მეკუთვნისო ეს რის გამოც მე ვიჯები მეკუთვნის სიკვდილი მეკუთვნის თვითონ ის ამბობს ღირსი ვარ სიკვდილისა ესე იგი რა საშინელებები ექნებოდა ნაკეთები და მე ვიცი გაგებული მაგ და უყურებ ეხლა მე ახლა და უცებ მესმის რომ შენ დღეს ჩემთან იქნები 60-ში რაო ესა ეს 60-ში დღეს რა განცდა მექნებოდა რა ამბოხი მე ეს ვინ არის ამასთან რა მინდა საერთოდ ხედავთ რა დიდი კითხვის ნიშნებია ქრისტიანობაში და ჩვენს ფარისეულურ სულს ხშირად როგორი გამძლეობა ჭირდება და როგორი უარყოფა საკუთარი თავის საკუთარი შეხედულებების საკუთარი მსოფლმხედველობისა რომ ქრისტე მიიღო ისეთი როგორიც ის არის შენ კი არ მოირგო ქრისტიანობა მოერგო ქრისტიანობას როგორი რთული მე გარდა ამისა ჩვენ ძალიან ხშირად შეიძლება გქონდეს ესეთი რელიგიური პრეტენზიული კითხვები აი მაგალითად რა დამოკიდებულება გქონდეს სახელმწიფოსთან თუ სახელმწიფო არის თქვა არა ქრისტიანული ან ქრისტიანული ან ასეთი ან საერთოდ აი გარემოს სამყაროსთან განვაზოგადოთ ნახეთ ერთ-ერთი პასუხი როგორია ქრისტეს ხო გახსოვთ რომ ეტყვია რომ ისო რა ქვია კეისარს გადასახადი ეს როგორი კითხვა იყო კეისარი იყო საძულველი ადამიანი ებრაელებისათვის იმიტომ რომ ეს იყო წარმართი და ესე იგი ფაქტობრივად დამპყრობელი როგორი საქმეა ახლა ხო რომ ესე იგი მის სასარგებლოდ შენ გადასახადები უნდა აკრიფო იმ წარმართის რომელსაც თან ღმერთს უწოდებდნენ ეს საერთოდ გამოოგნებელი იყო იუდეველებისათვის რომ ესე ღმერთად მოიხსენიებდნენ იმპერატორებს ნახე უფლის პასუხი რა საოცარია მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა ნახეთ როგორ სიბრძნეს ითხოვს ჩვენგან როგორ უნდა გესმოდეს რა არის ღმერთის და რა არის ამ სოფლის ანუ კეისრის როგორი სიბრძნე მოითხოვები ეხლა ეს მაგალითი იმიტომ ხო არ არის რომ ვიღაცა მოადა გადასახადი ესე იგი მოითხოვს რომ სადღაც რაღაცა ესე იგი თანხა შევიტანოთ არა ეს დაწერილია იმიტომ რომ ჩვენ გლობალურად ვიფიქროთ რომ როგორ უნდა მივხვდეთ ყოველთვის სად რა არის საკეთებელი და სად როგორი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და ანუ სიბრძნეს ითხოვს ჩვენგან ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში ამის თქვა მინდა და კიდევ ერთი
ადამიანისადმი დამოკიდებულება. ჩვენ ძალიან ხშირად ამას ვერ ვაბარებთ ხოლმე ქრისტიანები, განსაკუთრებით ნეოფიტები, ახალმოქცეულები. ადამიანისადმი დამოკიდებულება და ეს შეიძლება პრეტენზია იყოს ჩვენს მიმართ. აი ადამიანისადმი როგორ დამოკიდებულება? თავარი ხო ღმერთია, ხო ამბობ? კი. ვინც ესე იგი დედას, მამას, ცოლს, შვილებს დააყენებს ღმერთზე, წინ ისა ქრისტიან ამბობს, რომ ჩემი ღირსი არ არისო, ხო წერია? კი. ხო და ესე იგი რა გამოდის? როგორი დამოკიდებულება გაქვს ადამიანთან შენ? მაშინ ჩვენს გვეშლება. აი აქ წარმოჩინდება, როცა ამბობს ქრისტე, რომ ჩემზე წინ არავინ არ უნდა დააყენო, აქ არ გულისხმობს კანონს და წესს. აქ გულისხმობს იგი საკუთარ თავს, როგორც ცოცხალ არსებას და მასთან ცოცხალ ურთიერთობას. იმიტომ რომ შენსა და ღმერთს შუა თუ ვინმე დგება, ის იმწამს რომ კერპად იქცევა, მათ შორის სხვათა შორის კანონიც. კანონით იგივე საეკლე ახალი აღთქმის კანონიც იგივე. რომელიც არის აუცილებელი, მაგრამ აუცილებელი და ის ასრულებს აი როგორ გითხრათ, გზის მაჩვენებლების, თვითონ გზის როლს. და არავითარ შემთხვევაში თვითონ ის არ არის ქრისტე. ანუ, როდესაც მე ეს მეშლება, მაშინ მე ხდები ტერორისტი ქრისტიანობაში, ქრისტიანობის სახელით. და როცა მე მეკითხება ქრისტე როცა მეკითხებიან, მე და ქრისტეს ეკითხება ადამიანისადმი დამოკიდებულება როგორია, აბა ესე რო ამბობს ქრისტე რომ ჩემზე წინო, აბა რო და გვასწავლის როგორი. გახსოვთ მოწყალე სამარიტელი. ხას უსვავს სამარიტელი, ქრისტე რატო ამბობს სამარიტელს? იმიტომ რომ სამარიტელი იყო საძულველი, წარმართზე უარესი იყო ებრაელისათვის. იმიტომ რომ სამარიტელი სწორ სარწმუნოების მიმდევრობას იჩემებდა, შეიძლება ასე ითქვას. ის ამბობდა რომ დიახ, მოსეს ჯული ჩვენს გვაქვს და ჩვენს სწორი ღმერთის და ასე შემდეგ და ეს გამახიზიანებელი იყო ებრაელებისათვის. ის წარმართი ამბობს, წარმართი ვარ და ესე იგი ჩემსას იჩემებს და ამ დროს ესე იგი არეულია წარმართობა და იმდენად გამახიზიანებელი იყო რომ მათთან საჭმელს არ სჭამდა, მათგან მოწოდებულ წყალს არ დალებდა, ხმასაც კი არ გასცემდა, ქუჩაში არ შეხვედრილი. და ნახე უფალს მოყვასის მაგალითად სამარიტელს წარმოაჩენს. და გეუბნება, აი ეს სამარიტელი, შენ რო გეზიზღება, რომელიც ყველა კანონს არღვევს, შენი მოყვასი. ნახეთ რა სიმაღლეა ჰუმანიზმისა. ამავე დროს გეუბნება, შენი ოჯახის წევრიც რო დააყენო ჩემსა და შენ შუა, შენ არ ახარ ჩემი ღირსი. აი ამ ყველაფრის დატევნა ცნობიერებაში და გულში, ამხელა ესე იგი სიბძნეს მოითხოვს ადამიანისაგან და ჩვენ უნდა ვისწავლოთ მოკლედ ამით იმის თქვა მინდა რომ ღმერთს შეკითხვებს ჩვენ კი უნდა დაუსვათ, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ღმერთის მოსმენაც. გახსოვთ მოსე რომ კითხა მაპლოვანში რა არის შენი სახელი, რა უთხრა და რა საოცარ პასუხს აძლევს ღმერთი. მე ვარ, ანუ ვარ არის ყოფიერება, ხოლო ყოფიერება არის მე, ცოცხალი. აი, როდესაც მოსეს ეუბნება რომ მე ვარ, ეს ნიშნავს თუ ღმერთს უნდა დაუსვა კითხვები, მაგრამ როცა ღმერთი განგაცდეინებს რომ ის არის ცოცხალი, მე მას უნდა უსმინო. ბუნებრივია, მაგალითად, როცა ხვდები ადამიანს, რომელსაც შენზე მეტი გამოცდილება აქვს, შენზე მეტი გინა რელიგიური, გინა ინტელექტუალური, რა უმჯობესია, შენ ილაპარაკო გაუჩერებლივ თუ იმას მოусმინო. რა თქმა უნდა მოусმინო. როგორც კი შენთვის ღმერთი გახდება ცოცხალი და გეუბნება რომ ღმერთი ხო არის, ვარ, მაგრამ ეს არის მე, ანუ ცოცხალი ვარ, უნდა მოусმინო და ღმერთის მოსმენა უნდა ვისწავლო. და ღმერთის მოსმენა როგორ უნდა ვისწავლო? მთელი ქრისტიანული ცხოვრება ამას გვასწავლის, ანუ ეკლესია ეს არის სკოლა, 2000 წლოვანი სკოლა ღმერთთან ურთიერთობის, ეს იოლი არ არის. ეს ასე ორ სიტყვაში არ გაიწერება. ეს ცხოვრების პროცესია, რომელიც უნდა დაიწყოს და მუდამ განვითარება უნდა ხდებოდეს შენში, რომ ეს ვისწავლო. და ჰუმანიზმის ესეთი საშინელი გამოვლენა კიდე ერთი, რომ ძალიან ხშირად, როცა სამყაროში უსამართლობას ხედავე, ან რომელიც მithumetes მეხება რაღაცნაირი ფორმით, ხშირად კითხვა, ღმერთი თქვათ არის წამს, მაგრამ ღმერთი რომ ყოვლის შემძლე არ იყოს, ეს შეუძლებელია. ღმერთი ყოვლის შემძლეა, ის არის, მაგრამ აბა ეს რომ მოხდა ჩემ ცხოვრებაში, ეს რა? ესე იგი შეიძლება თუ არა მე დაუშვა რომ ღმერთს რაღაცა შეეშალა ჩემთან და მომცა ის რაც მე არ მეკუთვნოდა და მე მართალი ვიყავი.
გახსოვთ ეს იობთან სულ არის ეს ჭიდილი, ხო? იმას დიდი საშინელება არ არსებობს, რომ მე ვიყო ღმერთთან მართალი. გესმით? იმაზე დიდი საშინელება არ არის მე რო ღმერთთან მართალი ვიყო, იმიტომ რომ მე თუ ღმერთთან მართალი ვარ, დავიღუპე და ეგ არის. ჩემი იმედი მხოლოდ ის არის, აი ამ გაუსაზღვრელ წუთის სოფელში, რომ ღმერთია ყოველთვის მართალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და კიდევ ერთი, არ შეიძლება ეს აი რელიგიას ეხება, ხო, ღმერთი როგორც მიუწვდომელი და ეს პრობლემა, ეს პრობლემები რო დაიძლიოს, სწორედ აი იმ თეზისებს ვაყალიბებთ ახლა, ხო? ბოლო გითხარით, რომ ესე იგი ღმერთი ყოველთვის მართალია, ეს ყოველთვის უნდა მახსოვდეს. კიდევ ერთი, რაც ამ პრობლემას წარმოაჩენს, ამ პრობლემის განთავისუფლებაში დამეხმარება, რომ ღმერთი არ იყოს მიუწვდომელი ჩემთვის და რომ მასთან ეს ურთიერთობის პრობლემა არ იყოს, ეს არის არ შეიძლება ღმერთზე საუბარი როგორც მესამე პირზე. არ შეიძლება. ან მას უნდა ვესაუბრო, ან ისე უნდა ვისაუბროთ, რომ გქონდეს ის განცდა, რომ ის ჩვენთან არის, გესმით? ეს ცუდი ტონია, რომ ღმერთზე საუბრობ ის ღმერთი. საშინელება, ან მას ესაუბრები, ხას უსვალ, ან მე და შენ საუბრობთ ღმერთზე, მაგრამ განცდით, რომ ის ჩვენთან არის და ეს მოწიწება არ დაიკარგოს. და ჩვენ როცა მრავალი კითხვა შეიძლება გქონდეს ღმერთთან, უფალთან. ერთი რამე კიდევ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი იმდენად დასმულ შეკითხვაზე კი არ იძლევა პასუხს. არამედ ის პასუხს ჩვენ გვაძლევს. იმიტომ რომ ჩვენც ასე უნდა ვიყოთ, არც იმდენად პასუხი კი არ უნდა გვინდოდეს ჩვენ კითხვაზე, არამედ თავად ღმერთი უნდა გვინდოდეს. ხედავთ რა საოცარი, ესე იგი, მე ღმერთს კითხვას უსვავ შინაგანად, მაინტერესებს რაღაც. ღმერთი არა იმდენად დასმულ კითხვაზე იძლევა პასუხს, არამედ მე მელაპარაკება, მე პასუხობს და მეც ის პასუხზე მეტად, იმ კითხვაზე პასუხზე მეტად თავად ღმერთი უნდა მაინტერესებდეს. და კიდევ ერთი რაღაცა, ეს ერთ-ერთი მამა ამბობს ესეთ რამეს, რომ ესე იგი წარმოიდგინო, რომ ყველაფერი მოგეცა ამ ქვეყანაზე, იმ ქვეყანაზე უფრო სწორედ ყველაფერი მოგეცა აბსოლუტურად. აი თუ კი რამე სიკეთე შეიძლება ინატრო ყველაფერი მოგეცემა იმ ქვეყანაზე მარადისობაში. ყველაფერი აბსოლუტურად. ოღონ ერთი პირობით. აი ინატრე რაც გინდა, კითხვა ჩდება. რაც გინდა ინატრე, სულო და გულო. ყველაფერი გექნება იმ ქვეყანაზე. ოღონ გარდა ერთი პირობით. ვერასოდეს ვერ იხილავ ღმერთს. და ერთ-ერთი ღვთისმეტყველი, რომელიც ამ საკითხზე საუბრობს, ამ კითხვას ესესვავს. აი ზუსტად ესე როგორც გეუბნებით, რომ ყველაფერი აი შენ მიდი დადექი და იფიქრე ჩამოწერე, რაც გინდა, თუ გინდა მთელი წელი იფიქრე. და ყველაფერი გექნება მარადისობაში და არასოდეს არ დამთავრდება ის. ერთი პირობა, ვერასოდეს ვერ იხილავ ღმერთს და რავო, შეძწუნდაო თქვენი გულები? წარმოიდგინეთ, ყველაფერი და ღმერთი არის. რა თქმა უნდა შეძწუნდება. თავარი ღმერთია სწორედ. და ღმერთის გარეშე ყველაფერი აზრს კარგავს. და საოცრება ის არის, რომ ღმერთი არ არის შორს.